მოგესალმებით მეგობრებო, მე ლადონასუშვილი ვარ, თქვენი მოხვედრით ჩემს პერსონალურ არხზე და დღეს გვექნება მეცაც გეტყვი, ასე ვთქვათ, რუბრიკით ახალი ვიდეო, უკვე ასე ვთქვათ, მესამე ციკლი ამ რუბრიკისა. ტრადიციულად გვექნება კითხვები ზოგადად MMA-ზე, შემდეგ წავა კითხვები ზოგადად ქართულ MMA-ზე ბოდიში, შემდეგ იქნება კითხვები სპორტის სხვა სახეობებზე. ბოლოს ყველაფერი ლადო ნაცვლიშვილის შესახებ. სპორტს მიღვა კითხვები დღეს არ გვაქვს, ვის პირველად უყურებს ამ რუბრიკას, იმის გასაგონად ვამბობ, რომ ეს რუბრიკა არის კონკრეტულად თქვენი, მაყურებლების კითხვებზე პასუხის გაცემა. არაფერი კონკრეტული თემა არ გვექნება დღეს, უბრალოდ ამოკრეფილი მაქვს თქვენს მიერ დასმული კითხვები, რომლებსაც თქვენ სვავთ ჩემს ვიდეოებზე, იგივე ამ მეცაც გეტყვით რუბრიკის ვიდეოებზე კომენტარებში, რომლებსაც შემდეგ მე ვკრებ და აბსოლუტურად ყველა კითხვას ვცდილობ ყოველ შემთხვევაში გავცი პასუხი. მე მგონი არ უქონია ესეთი კითხვა, რომელსაც არ გავეცით პასუხი. რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგი შემთხვევაში ჩემი პასუხი მეც არ მოეწონოს, მაგრამ ისე რომ არ გავცე პასუხი, ასე არ ხდება. ახალი პაკეტი, ასე ვთქვათ, თქვენს მიერ დასმული კითხვებისა, მეცაც გეტყვი მეორედ რომ იყო, იმის სამ ნაწილად რომ იყო დაყოფილი, იქ რაც კითხვები იყო, ასე ვთქვათ, კომენტარებში, ყველა ამოვკრიფე და ისინიც ძალიან ბევრი იყო, ტრადიციულად გავყავი სამზე და დღეს პირველი ნაწილი გვაქვს. აუცილებლად ყველა სხვა კითხვა, რომელიც იყო თქვენს მიერ დასმული, მეცაც გეტყვი მეორედ მეცაც გეტყვით ვიდეოს რომელიმე ნაწილში აუცილებლად მოხდება, უბრალოდ შეიძლება არ მოხდა დღევანდელ ვიდეოში, მაგრამ აუცილებლად მოხდება შემდეგ ვიდეოებში. ეს ამას ვსაუბრობ იმათთვის, ვინც პირველად უყურებს ამ რუბრიკის ვიდეოებს. შეგახსენებთ, რომ თუ გნებავთ, რომ ქრონოლოგიურად მიყვეთ ჩემს ვიდეოებს, ასევე თუ გნებავთ, რომ თქვენს მიერ დასმული კითხვები ჩემს მიერ გაცემული პასუხები არ გამოგჩეთ, აუცილებლად სასურველია ყოველ შემთხვევაში, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და აღჭიროთ ზარის ღილაკს, რომ შეტყობინებები მოგივიდეთ ყოველთვის ჩემს მიერ ასე ვთქვათ დადებულ ახალ ვიდეოს შესახებ. შეტყობინება იმის შესახებ, რომ ახალი ვიდეო დავდე. მათ ასე დავიწყოთ MMA ზოგადად. პირველი კითხვას გვისვავს I-22 ან L-22 კითხვას რაც შეეხება თქვენთვის სუბიექტად 5 გამორჩეული ეფექტური საბმიშენი რომ გვაჩვენოთ ან გვითხრათ. ვიდეოების ჩაცმა ალბათ დროს წაგართმევთ, თუმცა კარგი იქნება ნამდვილად. სხვა შორის ჩემი ფავორიტი შესრულებული MMA-ში შესრულებული ჩემი ფავორიტი 5 საბმიშენი ასეთი ვიდეო არსებობს. თავის დროზე სეტანამ ჩაიწერა, სადაც მე თვითონ ხსნის, ვაჩვენეთ და თან ხსნი ამ საბმიშენებს. ამ ვიდეოს კომენტარებში მე თვითონ ჩავაგდებ ლინკს, მოვძენე ჩავაგდებ და შეგიძლიათ ნახოთ. ისე გეტყვით, რომ აი ამ ვიდეოში რომელი 5 საბმიშენია. ერთი არის ფრენკ მირის მიერ თოი ჰოლდი გაკეთებული ტანკ ებოტის წინააღმდეგ UFC-ში. არის ასევე შეიძლება რიგითობა ამერიოს, მაგრამ მე მგონი შეიძლება არც ამერიოს. ამის გარდა არის ალექსეი ოლეინიკის მიერ შესრულებული ეზეკილის მარყუჟი და ეს გამოვარჩიე, იმიტომ რომ ეს საბმიშენი ალექსეი ოლეინიკმა შეასრულა, როცა მეტოქე იყო full mount-ზე, აი ხო წარმოგიდგენიათ, მეტოქე იყო full mount-ზე და ამ დროს გაუკეთა საბმიშენი. ნუ ეს ზოგადად ხო სიგიჟეა და ამიტომ გამოყავი ეს. არის ასევე საბმიშენი პრაიდში შესრულებული საბმიშენი ჯოშ ტომსონმა, რომ დაისუსკეს სუგიე დაიჭირა ნიბარზე, როცა თავად ჯერ სუგიემ დაიჭირა არბარზე და გამოუძვრა არბარიდან ისე რომ თავად გაუჭიმა ნიბარი. არის მეორე ადგილზე მაქვს, სხვათა შორის მეორე ადგილზე მაქვს, ხო, შინია აოკის მიერ შესრულებული გოგო პლატა, იოაკიმ ჰენსენი დაიჭირა გოგო პლატათი და პირველ ადგილზე მყავს იმ ვიდეოში რიო ჩონან, ის ასევე პრაიდში რიო ჩონანმა რომ დაიჭირა ჰილჰუკით დაასაბმითა anderson silva. თან ეს არ იყო უბრალოდ ჰილჰუკი, ეს იყო flying scissor ჰილჰუკი, ანუ ფრინავი უბრალოდ ნახტომში ჰილჰუკი მაგრატელათი, ეს მაგრატელათი ნახტომში ჰილჰუკი, დაახლოებით ეს შეიძლება ვთარგმნოთ. უნიკალური საბმიშენია. ნუ ცალკე თემაა, რომ ის რიო ჩონანის ერთ-ერთი შესრულების საბმიშენია კარიერაში საერთოდ და ვის შეუსრულა თან, ხო ცალკე თემაა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც
პირველ ადგილზე დავაყენე არის ნუ ერთი სასწაულის სამშენია თვითონ და მე კიდე ის რომ ვის გავუკეთა ხო ანდერსონ სილვას გავუკეთე სამშენი და თავისთავად სიგიჟია ჩავაგდებ კიდევ ერთხელ გეტყვით ამ ვიდეოს მოვიძიებ და ჩავაგდებ ამ ვიდეოს კომენტარებში და შეგიძლიათ ნახოთ კიდევაც ეს ვიდეო მთლიანად. შემდეგი კითხვა ჭადრაკის გაკვეთილები ერთი კითხვა მიჩნევა ბატონო დადო და თუ მოახერხეთ მიპასუხეთ ჭადრაკის გაკვეთილები არის იუზერის სახელი ვინც ეს კითხვა დამისვა. მათ შორის ვინც ვერ დააფინიშა მაქს ჰოლოვეიმ ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველაზე სუსტი ყბა აქვს ოლივეირას. ხო, ოლივეირას სუსტი ყბა ეს არის ძალიან ცალსაღად ასე თქვა არ შეიძლება, იმიტომ რას ნიშნავს სუსტი ყბა რომ ნუ ვითიშება ხო? ოლივეირა ზოგადად არ დაერთიშება. ოლივეირას გათიშვა, გამოთიშვა რასაც ქვია. შეძლო მარტო ილია თოფურიამ. და იმ მანძილიდან ისე შესრულებული დარტყმით ილია თოფურია ჰოლოვეის კი არა ნებისმიერ მძიმეწონოსანს გათიშავს ამის გარანტიას გაძლევთ. აი როგორც შეუსრულა აი იმ დისტანციიდან ისე რომ მოარტყა ზუსტად იმ ადგილას იმ მანძილზე დარტყმა როგორც ოლივეირას მოარტყა ილიამ. ილია თოფურია კიდევ ერთხელ გათიშავს ნებისმიერ მძიმეწონოსანს რა ვიცი გინდა ჯონ ჯონსი იყოს გინდა ასპინალი ვისაც გინდა. ასე რომ ამით ნუ მსჯელობთ რომ სუსტი ყბა აქვს. ზოგადად ნოკაუტით, აი ბრუტალური ნოკაუტით ოლივეირა არ გათიშულა. აი ერთი შემთხვევის გარდა არასდროს. ასე რომ სუსტი ყბა აქვს, ცოტა თვალს სწორი ნათქვამი არ არის. უბრალოდ ნოკდაუნში ნამდვილად მარტივად ვარდება, მაგრამ ნოკდაუნში მისი მარტივად ჩავარდნაც გარკვეულწილად შეიძლება იმით იხსნება, რომ თვითონ არ ცდილობს რომ არ დაეცეს, მაინც და მაინც პირიქით. ზოგი საერთოდ თulis რომ შეგნებულად ეცემა და არ არის ნოკდაუნში. მე არ მგონია მაინც ნოკდაუნში ვარდება ხოლმე, უბრალოდ არ აქვს ის მაინც და მაინც იმდენად კარგია, იმდენად სახიფათოა გარდი და იმდენად თვითონ მაინც და მაინც წინააღმდეგი არ არის რომ მიწაზე აღმოჩნდეს, წავი გადავიდეს ბრძოლა რომ დიდად არ აქვს. აი ტყობა შეიძლება არ მუშაობდა ამაზე და ასე რომ პატარა შებარბაცებაზე ვარდება ძის. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ნოკდაუნებში თითქოს კი ადვილად ვარდება ოლივეირა, მაგრამ გათიშვით არ ითიშება ადვილად. და ძალიან ხშირად დანოკდაუნებული ოლივეირა საბოლოოდ იგებს ბრძოლას ზუსტად იმიტომ რომ ჩაყვებიან ხოლმე მას მისაზე. ასე რომ თლად ვერ დაგეთანხმებით რომ სუსტი ყბა აქვს ოლივეირა. ყოველ შემთხვევაში ყველაზე სუსტი ყბა აქვს, ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. ეს ნამდვილად არის ასე. შემდეგი კითხვა. გვეკითხება სვერკერ 1 კალსონ 1. ლადო ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა. კითხვა: ვალეხოსის ემეთთან ამ ტიპის და სტილში გამარჯვების შემდეგ ძალიან დამაინტერესა ილიასთან რა შანსები ექნებოდა. გასაგებია ილია ერთი წონით მაღლა და სხვა კალიბრი და სხვა მიზნებია, სავარაუდოდ ვერც შედგება ალბათ, მაგრამ ჰიპოთეტურად რას ფიქრობ? მოდით რამოდენიმე კითხვა არის ვალეხოზე, იმებსაც წავიკითხავ და ერთიანად უპასუხებ მე. ამას გარდა ვალეხოზე მეკითხება კიდე ნაპინ გენჯოვერ 7. მე მგონი სწორად წავიკითხე. თუ არა მოვადეთ. თქვენი აზრით ვალეხოს საჩემპიონო შანსები აქვს, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია, თუმცა მიწაზე დიდად არ წინავს, რა პოტენციალს ხედავთ? და კიდევ ერთი კითხვა ვალეხოსთან დაკავშირებით, მეკითხება გიგა ცეცხლაძე 75-69. გაუმარჯოს ლადო, ვალეხოსი და ჟინსილვას ბრძოლა თუ ჩაინიშნება, შენი აზრით ვინ იქნება მან ფავორიტი? ჩემი აზრით 50-50-ია, მგონია რომ 100% ნოკაუტი იქნება. მაგრამ არის იმის შანსიც რომ ორივემ ფრთხილად იჩხუბოს და დისიჟენი დამთავრდეს. ვალეხოსზე მე მგონი მეტი არ არის კი ბატონო და შევეცადოთ რომ ერთი პასუხით გავცეთ, ერთი პასუხში ამოვწუროთ სამსამივე კითხვაზე, ასე ვთქვათ, ინტერესი რაც აქვს ავტორს. ხო, ვალეხოსმა რომ გათიშა ემეტი და დაუშვათ ილიასთან რომ გაძლო ემეტმა, ეს ამის შედარება მთლად სწორი არ არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი გააჩნია, ხო, იქ საერთოდ რომელი უფრო დიდი დომინაცია იყო, რომელი ჯობია, კაცმა არ იცის კიდე. მე მაგალითად ხშირ შემთხვევაში თან ნოკაუტს ასეთი დომინაცია უფრო მიჩვენია ხოლმე. ნუ გააჩნია რა, მოკლედ გემონების ამბავიც არის და კონკრეტულ ბრძოლებსაც გააჩნია. ნუ გადავამისეთ, დიდი განსხვავებაა ხალხო, ვალეხოსმა რომ გათიშა ემეტი იყო, ემეტი უკვე 40 გადაცილებული. ილიამ რომ გათიშა იყო 38 წლის. თითქოს არაფერი ეხა, მაგრამ არაფერი 3 წელი არის 25 და 28 წლის შორის, 28 და 31 წლის შორის, 31 და 35 წლის შორის, 34 წლის შორის. და ამ ფარგლებში აი 25-დან, ანუ 25-ს ზემოთ რაღაც 27-28-მდე ინდივიდუალურია ხა ვინ როდის გაცვდება რა თქმა უნდა. მან 3 წელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე მithქვავს არაერთხელ როდესაც რაღაცას ღვაწ გადაცდება, ნუ სიბერე როცა იწყება, მან თითო წელს დიდი მნიშვნელობა აქვს. მერწმუნეთ 3 წლის წინანდელი ემეტი და დღევანდელი ემეტი არის ძალიან
განსხვავებული ერთმანეთისგან. ნუ თან ცვეთის კუთხით და აი ამტანობის კუთხით თვითონ ვთქვათ მეტონის დაზიანება შეიძლება ისე შეუძლია, მაგრამ აი ამტანობა ძალიან იცვლება, ასე რომ თათბაცე ნუ შეადარებთ. რაც შეეხება ილიასთან, ისე ძალიან ადრეა ჯერ ვალეხოსის ასე ვთქვათ ჰიპოთეტურად წარმოდგენა ილიასთან. ნუ მე გეტყვით, კაი, რა კი შეგირთოთ, თქვით, გიპასუხებთ. ხვალ რო შეხვდნენ ერთმანეთს, მიწასთან გაასწორებს ილია თოფურია კენ ვალეხოს. ამას მე ნუ როგორ დაგპირდეთ, ახლა მე ამას ვერ შევასრულებ, მაგრამ მე 100%-ით მჯერა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვალეხოსმა შეიძლება არ მიაღწიოს ილიას იმებს, მაგრამ ამისთვის აქამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი ვალეხოს და შეძლებს თუ არა ცალკეთ ემაა, ბევრი ფაქტორია, ჯერ შეიძლება სულაც არ არის იმ რანგის, არ აღმოჩნდეს ფლათ იმ რანგის, რომ ილიას დონემდე ვივიდე. შეიძლება კი, ახლა ძალიან კარგი მებრძოლია, ძალიან მაგარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ილია უკვე თამაზა ძალიან მაღლაა ილიასი. კი, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ისეთი ტალანტია, რომ ილიამდე მივიდეს, მაგრამ დღეს ამის თქმა არ შეიძლება. მეცაც გეტყვით, შეიძლება ვალეხოზე დღეს რო ვალეხოსი უფრო მაგრად მიგვაჩნია, ვიდრე ვიღაც სხვა, რომელიმე არ მინდა ვინმე დავასახელო. მაგრამ ლუნა, მექსიკელი, ხო, სიტყვაზე. შეიძლება დღეს ვალეხოს უფრო ისე უყურებს, ვიდრე ლუნას, მაგრამ ლუნამ უფრო მეც მიაღწიოს შეიძლება. მოკლედ, ძალიან არასწორია ახლა იმაზე საუბარი ვალეხოსის შედარება ვინმესთან. მასე ნებისმიერი სხვა ნიჭიერი მებრძოლი შეიძლება შეადარო რა. ძალიან ბევრი ნებისმიერ სპორტში მოკლედ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ვითარდებიან კიდე მებრძოლები, თორე ნიჭიერი და რაღაც დონეზე ძალიან მაგარი ბევრი არის ხოლმე, მაგრამ მწვერვალებს ყველა ვერ აღწევს. ასე რომ ამ წუთას ხო, თუ კითხვა ის არის, რომ დღეს რო შეხდნენ ვინ მოერევაო, ნუ მე მგონი ამ კითხვის დასმას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დღეს ილია თოფურიას მომრევი ნამდვილად არ არის კევინ ვალეხოსი. კიდევ რაც შეეხებოდა საჩემპიონო შანსები, ნუ დაახლოებით იგივე შეგვიძლია ვისაუბროთ, რა თქმა უნდა დღეს ავანსებს გასცემენ და დამსახურებულადაც ნამდვილად იმსახურებს ამას კევინ ვალეხოსი, მაგრამ ამ წუთას თქვათ რომ გარანტირებულად ჩემპიონი გახდებაო, ნაადრევია. რა თქმა უნდა დავაკვირდეთ და საერთოდ არ არის გამორიცხული მან საჩემპიონო ზონეს მიაღწიოს, მაგრამ აუცილებლად გახდებაო ვერ ვიტყვით. ნუ ერთი რაზეც ვისაუბრე იქიდან გამომდინარე, როგორ განვითარდება და მოხდება ანაბიჯებს გადადგავს და წაიტეხავს ფეხს და წაიტეხავს თუ არა. ეს ერთი მომენტი და მეორე მე თქვი ვალეხოსი რომ იმდენად მასიურია, კევინ ვალეხოსი მისი ასაკიდან გამომდინარე. ერთ-ერთ წელიწადში შეიძლება ვალეხოსმა ესონა ვეღარ დადოს. და იმ უფრო ზემოთ თუ ავიდა კევინ ვალეხოსი იქ ძალიან გაუჭირდება და იქ საჩემპიონო შანსები, ნუ არ ვიცი. მაშინ მართლა ილია თოფურია უნდა ჩამოყალიბდეს მისგან და ეს კიდევ ერთხელ გეტყვით არ ვიცი რამდენად ეს ერთეულებს შეუძლია ფენომენები არიან ესენი. შეიძლება იყოს ვალეხოსი ესეთი, მაგრამ დღეს ამის თქმა ძალიან რთულია. ხო, მიწაზე დიდად არ წინავსო. იცით რა არის მიწაზე თუნდაც ეს ფაქტორია თქვენ თვითონ წერთ, რომ მიწაზე დიდად არ წინავსო და რა პოტენციალს ხედავთო და მაგრამ აქ თქვენ შეგეკამათებით და გეტყვით რომ მიწაზე ჩვენ არ გვინახავს, თორე შეიძლება სულაც ძალიანაც წინავდეს. სხვა შეიძლება იგივე პარალელი შეგვიძლია ილია თოფურიასთან გავატაროთ. ილია თოფურიას ბევრს ეგონა რომ სტრაიკერი იყო და ვერ იჭიდავებსო, ვინც არ იცოდა მისი წარსული, ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ილია რო გამოჩნდა UFC-ში ხო თავიდანვე ხო არ აქცევდნენ ყურადღებას. როცა დაიწყეს მას ყურადღების მიქცევა, უკვე თიშავდა ყველას ილია და ყველა ფიქრობდა რომ ეს ვერ ჭიდაობს და და ასე რომ ვალეხოსეც ახლა ნუ ვიტყვით რომ ვერ ჭიდაობს, ჯერ არ ვიცით ჩვენ. ნახოთ, უკვე კაი ისეთი გრეპლერი რო შეხდება, ვინც მიწაზე გადაიყვანს, კარგი გრეპლერი, აი იქ ნახოთ. შეიძლება სულაც წინავს კიდეც, ხო? და კიდევ უფრო გაიზარდოს მისი მასზე გაცემული ავანსები. და ვალეხოსის ჟინსილვას ბრძოლა. ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება ნამდვილად. მეც მაინტერესებს. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაზე, რომ შეიძლება სულაც არ გაითიშოს არც ერთი თუ ფრთხილად იჩხუბეს. ხდება ხოლმე ასე ხშირად, ხო? ორი ფინიშერი რო ხდება, ერთმანეთს ისე პატივს ცემენ და ორივე ისეთია, რომ ერთმანეთს პატივი უნდა ცენ, ნამდვილად პატივსაცემია ვალეხოსის დარტყმის ძალაც და ჟინსილვას დარტყმის ძალაც. უნებრივია არის იმის შანსი, რომ ფრთხილად იბრძოლონ ორივემ, ცოტა პრაგმატულად და მივიდნენ დისიჟენამდე. თუმცა, რა თქმა უნდა, მეტი შანსია იმისი, რომ ფინიში შედგეს მათი ხასიათებიდან გამომდინარე. თუმცა, ხო, 50-50-ზე წერთ. მეც რა, მე გეტყვით, რომ დღეობით, ნუ ხვალ, აი, რო შეხვდნენ ერთმანეთს, მე მაინც ცოტა მეტ შანსს მივცემდი ჟინსილვას. თუნდაც იმიტომ რომ გამოსლება აქვს მეტი და მაღალი დონის მებრძოლებს უფრო მეტს შეხვდა, ასე ვთქვათ, და მეტჯერ შეხვდა.
ამიტომ და უფრო შორს არის წასული, მოკლედ ვალეხოს ჩემი აზრით ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს. ხო, მე რომ ჟინსილვას შანსი გავზარდა, ეს არ ნიშნავს რომ ვალეხოს შანსი არ აქვს, უბრალოდ რაც გვაჩვენეს უკვე ჟინსილვამ და ვალეხოსმა, ალბათ უფრო სწორია, 60-40-ზე მაინც ვთქვათ ვალეხოზე, თუმცა ბოდიში ჟინსილვაზე, თუმცა ნამდვილად საინტერესოა ეს დაპირისპირება და იმედია ვნახავთ ახლო მომავალში. ხო, იმედია ვალეხოზე სრულყოფილად გაგეცით პასუხი, რას ვფიქრობ ამ მებრძოლზე. შემდეგი ჯაბაჯ მუხაძე გვეკითხება, ჩემი აზრით მოვსარმა ვოლკანოვსკისთან ჩხუბი გაინახდა, მაგრამ ის თუ ამ მატჩში დამარცხდა, შეიძლება დანამ გააგდოს ორგანიზაციიდან როგორც დემეტრიუსი ერთ დროს. მოდი კიდევ არის მსგავსი კითხვა და იმასაც წავიკითხავ და აქაც ერთიანად გავცემ შემდეგ პასუხს. შემდეგი შმალტზი იუზერი გვეკითხება, ლადო გამარჯობა, შენი აზრით მოვსარ ევლოევი ვოლკანოვსკის ჩხუბი როგორ ეს ვოლკანოვსკის ხო, როგორ წარიმართება? ანუ ვოლკანოვსკის უკვე რო ჩავთვალოთ რომ შეახვედრეს, როგორ წარიმართება? მე მგონია რომ გამოსლების ხარჯზე ვოლკი აჯობებს და გადაწყვეტებით მოიგებს, რა თქმა უნდა, ასაკი დიდი ფაქტორია. კი ბატონო. და კიდე ხო, ეს ორი კითხვა გვაქვს მოვსარზე მეტი არ არის. კი ბატონო. ნამდვილად გაინახდა, მეც ვფიქრობ რომ გაინახდა ვოლკანოვსკისთან ჩხუბიდან, არ შეიძლება არ აჩხუბონ, ახლა თუ თვითონ არ თქვა უარი რაღაც მიზეზით მოვსარმა, ან რაღაცა თუ არ დაიწყო ისევ აი ამ დროს არ მინდა, იმ დროს არ მინდა და პირობების წაყენება თუ არ დაიწყო თვითონ აი მე ესე მინდა შეხვდეს, მე იქ მინდა შეხვდეს, აბუ-დაბიში შეხვდეს და ამ შემდეგ. ესე თუ დაიწყო, ესეთი რაღაცები თუ დაიწყო მოვსარმა, ვფიქრობ ღირსიც იქნება, რომ ვოლკანოვსკიმ გაუჩას ერთ ადგილზე და საერთოდ შეხვდებიო უთხრას. იმიტომ რომ მართლა გასაგებია რომ გაინახდა უფლება ვოლკანოვსკისთან ბრძოლის, მაგრამ იმისი უფლება ნამდვილად არ აქვს, რომ ვოლკანოვსკის თავად მოდი აქ მეჩხუბე ან აქ მეჩხუბე რა პირობები წაღვენოს. ამიტომ კი, თუ თვითონაც ასე ვთქვათ, მონდომებული იქნება, რა თქმა უნდა, ბრძოლა ჩაინიშნება კიდეც დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება როგორ წარიმართება ბრძოლა, იცით რა, მე გეტყვით რომ აი იმ ფაქტორმა რომ ვოლკანოვსკის აი არაძლევდნენ ბრძოლას, ნუ არ ვიცი არაძლევდნენ თუ არ გამოდიოდა თუ რაც ხდებოდა. შეიძლება საბოლოო ჯამში უკეთეს აღმოჩნდეს ევლოევის, ვინაიდან რაც უფრო გვიან, მოკლედ იმის გამიდა რომ კი ვოლკანოვსკი ახლაც ხედავთ რომ წინვალე ფორმაშია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ 2-3 წლის წინანდელი ვოლკანოვსკი, თუნდაც 2-3 წლის წინანდელი, ნუ კიდევ უფრო 5 წლის წინანდელი ხო საერთოდ. და ახლა ვოლკანოვსკი მაინც ცოტა განსხვავება არის და ცოტაც შეიძლება არც თუ ცოტა მაინც უკვე დაბერებულია ცოტა ვოლკანოვსკი და საბოლოო ჯამში ისეთი პირი უჩანს რომ მოვსარისთვის უკეთეს დროს ხდება ვოლკანოვსკის. აი ის ვოლკანოვსკი რო ყოფილიყო, აი როცა მაქს ჰოლოვეის რო ხდებოდა და წარამარა რო ცემდა, ჩემი აზრით აი იმ ვოლკანოვსკისთან მოვსარელოებს უბრალოდ შანსი არ ექნებოდა. მე ვერ ვხედავ როგორ უნდა მოეგო იმ ვოლკანოვსკისთვის ევლოებს, შეიძლება თქვენ ვინმე მითხრათ რომ ჭიდაობით, მაგრამ შეგახსენებთ რომ ვოლკანოვსკის მარტო ჭიდაობით ისლამ მახაჩევმაც კი ვერ მოუგო. ნუ პირველი ბრძოლა მოუგო, მაინც ძალიან ახლო ბრძოლა იყო, მაგრამ მაინც მე ვთვლი რომ ისლამმა მოიგო ის ბრძოლა და ის ნამდვილად ჭიდაობით მოიგო, მაგრამ როგორი ახლო ბრძოლა იყო და როგორ უჭირდა ისლამს ვოლკანოვსკისთან ჭიდაობა გახსოვთ. ხო და მერწმუნეთ ის ვოლკანოვსკი ბევრად უფრო ძლიერია ჭიდაობაში ვიდრე ეს მოვსარევლოები, თუნდაც იმიტომ რომ გაბარიტებით ბევრად დიდია და ბევრად ფიზიკურად ძლიერია. ასე რომ ნამდვილად ვერ ათრევდა მოვსარი ვოლკანოვსკის და ფეხზე კი მე ვფიქრობ რომ იგივე ისლამს რო შევადოთ, ისლამი უკეთესია ვიდრე მოვსარი. ასე რომ ნამდვილად ვერ მოუგებდა მოვსარევლოები და ის რომ აი ახლა უკვე მობერებულ ვოლკანოვსკისთან მოუწევს შეხვედრა, შეიძლება უკეთესი არის. შეიძლება არა, ნამდვილად უკეთესია ვოლკანოვსკის. შეიძლება ახლაც ვერ მოუგოს, მაგრამ ნუ მაშინ მით უმეტეს ვერ მოუგებდა. და ხო, ახლა ნუ არ ვიცი. მე მაინც ვფიქრობ რომ ვოლკანოვსკის გამოცდილებიდან გამომდინარე, მისი უნარებიდან გამომდინარე გაუჭირდება საკმაოდ ევლოებს, მაგრამ ნუ არ ვიცი ხა ვოლკანოვსკის საუბრობ რომ მაინც 3 წლის ვოლკანოვსკისთან შედარებით მოვერებულია თქო და ხა დღეს ჯერ ჩანიშული არ არის ბრძოლა, ხო ხა 9 წელიწადში მაინც არის დარჩენილი ამ ბრძოლამდე. შეიძლება 1 წელის და 1 წლის მერე კიდევ უფრო ვერი იქნება ვოლკანოვსკი და არ ვიცი ესე რაც უფრო დრო გადის, მით უფრო რა თქმა უნდა იზრდება მოვსარის შანსები. თუმცა პიკში ვოლკანოვსკის მოვსარი ვერ მოუგებდა ვერანაირად ჩემი აზრით.
გავაგზელეთ სულხან მემანიშვილი. გამარჯობა ლადო, შენი აზრით როგორი მებრძოლია უსმან ნურმაგომედოვი და რა შანსები აქვს მას UFC-ში ახლანდელი გადმოსახედით ჩემპიონობას გულისხმობ. არის იმდენად კარგი, რომ ვთქვათ, ახლანდელი ოლივეირა დაამარცხოს ან ცარუკიანი. ილიაზე არ მაქვს საუბარი წარმატებები. ხო, კარგი კითხვა, სხვათა შორის, უსმან ნურმაგომედოვზე გეტყვით, რომ უსმან ნურმაგომედოვი არის ძალიან კარგი მებრძოლი, ძალიან მაღალი დონის მებრძოლი და UFC-ში რო იყოს თავისუფლად რა, მე ვფიქრობ, რომ მას აქვს შანსი ტოპ 5-ის მებრძოლი გახდეს. რაც შეეხება ჩემპიონობას, ზოგადად მოდი ვთქვათ, რომ ტოპ 5-ის მებრძოლს რო ვიძახით, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული შანსები არის, იმიტომ რომ ნებისმიერ მებრძოლს, ნებისმიერ დივიზიონში, რომელიც არის ტოპ 5-ში, შეიძლება თუ მას რაღაც დონეზე იღბალიც დაეხმარება, გახდეს ჩემპიონი. ანუ ტოპ 5-ში რო ხარ, იქ მაგალითად გვინახავს რა ხან არ მინდა ბევრი თუ დაიკარგოს და მაგალითები მოყვე, მაგრამ მე-6 ნომერს მიუღია მობერებულ ჩემპიონთან ბრძოლა და 1000 რაღაცები მომხდარა და ასე რომ იქიდან გამომდინარე რომ ტოპ 5-ის დონე შეუძლია, მე არ ვამბობ აუცილებლად დადებს უსმანი არ დამაბრალოთ, შეიძლება, მე წარმომიდგენია რომ უსმან ნურმაგომედოვმა ტოპ 5-ის დონე აჩვენოს UFC-ში, ტოპ 5, დღევანდელი, აი როგორიც არის, მინ არის ხო ტოპ 5-ში? გეიჯი, ცარუკიანი, ოლივეირა, აი ეს მებრძოლები. აი მათთან კონკურენტული ბრძოლები შეიძლება უსმანმა გამართოს, ამიტომ მე წარმომიდგენია უსმანი ტოპ 5-ში. თუმცა აქვე ვიტყვი რომ არც ის არის გამორიცხული რომ დაუშვათ უსმანი აღმოჩნდეს მათეუში გამროტი. მეორე. ანუ ძალიან ისეთი იმედის მომცემი თითქოს აი ესე, მაგრამ აღმოჩნდეს რომ რა ვინ არის დღეს მათეუში გამროტი. ძალიან კარგი მებრძოლია, ძალიან ძლიერი მებრძოლია, რომელსაც ვერავინ ტოპ-10-ის გარეთ ვერ უგებს. და ახლა ხან დაამტკიცა, კიდევ ერთი პრეტენდენტი იყო, ხო? ამასთან ხო იყო ლუდოვიკ ლეინი, კარგი მებრძოლი ხარ შორის. ახლა კიდე ის არგენტინელი იბოვიქსი, ხო? აჩვენა ერთანაც მეორესთან, რომ ჯერ შორს ხარ ჩემს გამო. მაგრამ ხედავთ, რომ ზემოთ ვერ მიდის. ხო, შეიძლება უსმანმა გამროტის ის გაიზიაროს, იმიტომ რომ კი ძალიან კარგი უნარები აქვს მასაც გამროტის არ იყოს, მაგრამ აქვს მასაც ნაკლია, რამდენიმე თუნდაც კარდიო, თუნდაც გვიან რაუნდებში მაინც ისე არ არის, თუნდაც ცოტა წნეხში როცა აქცევს მეტოქე, მაინც ცოტა ზოგჯერ იბნევა ხოლმე, ასე რომ თლად, მოდი ასე ვთქვათ, თლად, ილიათოფურიაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, მაგრამ აი დღეს რო ჩავსვათ ახლა ტოპ 5-ში, აი მოვიდა და დაუშვათ ტოპ 5-ის დონე დადო უსმანმა, მე ვფიქრობ, რომ დღეს უსმანს ძალიან გაუჭირდება ოლივეირასთანაც და ცარუკიანთანაც. მე არ ვამბობ შანსი არ აქვს, შანსი შეიძლება ორივესთან ქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ორივე შემთხვევაში ფავორიტი არ იქნება. უსმანი ოლივეირასთან მე ფავორიტად დავასახელებდი ოლივეირას და ცარუკიანთანაც ფავორიტად დავასახელებდი ცარუკიანს. თუმცა, ტოპ 5-ში მაგალითად იგივე გეიჯისთან, რატომაც არა შეიძლება მოუგოს, ხო? სხვებთან, მოკლედ, მე მგონი გავეცი სულ ფასოვნად პასუხი უსმანთან დაკავშირებით. შემდეგი კითხვა, კვარ ელი 11. მე მგონი სწორად წავიკითხე. სალამი ლადო, წარმატებები და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ თქვენი და სეტანტას მაყურებელი ვარ და თქვენს ლაივებს ლონდონში ვერ ვუყურებ და რატომ შესაძლებელია გამოსწორდეს თუ არა და შესაძლებელია რომ გამოსწორდეს და შეძლო ყურებაო. ეს არის ძალიან მტკივნეული, ალბათ Fight Night ლაივებს გულისხმობთ, ვიდეოებს ჩვენს მიერ გახმოვანებულ ბრძოლებს, რა თქმა უნდა, ლონდონში ვერ ნახავთ, იმიტომ რომ სეტანტას ნაყიდი აქვს ის რეგიონი, ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები. და იქ მაუწყებლობთ, ანუ ალბათ შესაბამისად გულისხმობთ Fight Night Live-ს. Fight Night Live-ებიც ამ რეგიონებზე გადის, ამ რეგიონებზე კი არა, პრინციპში მარტო ქართულზე გადის. ამას იცით რა, ამდენი მიზეზი აქვს, ერთი მიზეზი ის აქვს, რომ ზოგჯერ Fight Night Live-ებში ჩვენ რაღაცა პატარა ვიდეოებს, ბრძოლების ნაწყვეტებსაც ვდებთ, ანუ ვიდეოს მოკლე ნაწყვეტებს, რაც ზოგადად დარღვევაა და YouTube-მა შეიძლება დაგბლოკოს ამის გამო. UFC-ის ბრძოლების იმების გამო. ჩვენ სადაც სხვადასხვა ვისაუბრეთ ხელმძღვანელობასთან იმას და შევთავაზეთ, რომ საერთოდ არ გვინდა, ჩვენც გვინდა ამის თქმა მინდა და ჩვენც გვინდა რომ გადიოდეს, იმიტომ რომ ბევრი ემიგრანტისგან ვიცით, ვინც უცხოეთში რომ უნდათ ყურება, მაგრამ ვერ გვიყურებენ და ჩვენც მუშაობთ ამ საკითხზე, რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ.
გამოვთქვით ის მოსაზრება, რომ არ გვინდა საერთოდ ვიდეოებს არ დავდებთ, ბოლო-ბოლო კადრებს დავდებთ, სურათებს, როცა დაგჭირდება და ვიდეოებს არ დავდებთ, მაგრამ იქ წამოვიდა ცოტა სხვა თემას, იგივე სპონსორების მოძიებასთან დაკავშირებით. შეიძლება ამა თუ იმ სპონსორს მაგალითად არ უნდადეს, რომ მისი რეკლამა გადიოდეს ევროპა. ან არ უნდადეს, ან არ შეეძლოს უფლება. არ ვიცი, მოკლედ. დეტალებში მეც არა ვარ ჩახედული, ზოგადად ვიცი, რომ ამ ხასიათის პრობლემებია. და ჯერ ვერ გადავჭერით. მეც მინდა და ყველა, არა მარტო მე, ყველა ვინც ამ გუნდი ვინც ვარ ჩაბმული ამ Fight Night Live-ების ასე ვთქვათ, კეთებასთან და ვისაც შეხება გვაქვს, ყველას გვინდა რომ რაღაცნაირად ეს პრობლემა გადავჭერთ და საზოგადოებაც უყუროთ. იმედია გამოგვივეხ. ზუსტად როგორ და რა გამოსავალს ვნახავთ, ჯერ არ ვიცი ამიტომ. მაგრამ ჩვენც ვმუშაობთ ამაზე და ჩვენც ვფიქრობთ ამაზე, რომ რა გამოსავალი მოვძებდოთ. შემდეგი კითხვა და ბოლო კითხვა ზოგადად MMA-ზე, ბენო 76-348. ლადო, შენი აზრი მაინტერესებს. ხო ამბობს ილიას მენეჯერი, ილია და ყველა, რომ ისლამი ივნისში ილიას ვერ ეჩხუბება. ხო, ეს კითხვა ალბათ სანამ ჩაინიშნებოდა უკვე, სანამ შედგებოდა თეთრისახლის კარდი, ალბათ იქამდეა დასმული. და საუბარია იმაზე, რომ ხელის ტრავმის გამო რომ ჩაეხსნა ისლამი რომ სხვა რამეს ამბობს და ასე შემდეგ. ილიას ვერ ეჩხუბება ხელის ტრავმის გამო. გასაგებია რომ ერთი თვე დროა, მაგრამ ალის ვიდეო ვნახე და ისლამი ივლისში ბრუნდებაოდა. რა იცხარ ამაზე? გავიგე, რას კითხულობთ იცით? მე მოდით ცოტა განსხვავებულ რაღაცას გეტყვით. მე საერთოდ განსხვავებული აზრი მაქვს თელ ამ აურზაურზე, რაც თეთრისახლის ივენტზე ილია ისლამის ასე ვთქვათ, თითქოს ჩასანიშნი და ჩაშლილი ბრძოლის შესახებ მიდის რა აურზაურიც არის ჩემი აზრი. მე ვფიქრობ, რომ თეთრისახლში ილია ისლამის ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ ჩაინიშნებოდა. მიზეზი საბოლოოდ რა იქნებოდა ის, რომ ისლამი ხელს იტკენდა, ის რომ რაღაცა ვიღაცა ავად იქნებოდა, ის რომ ვიღაცა ფულს დახარვდებოდა, მეც მოითხოვდა, ნაკლებს მიცემდნენ. მიზეზი ყოველთვის გამოიძებნებოდა. მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ისლამ მახაჩევს, ილიაში არ არის, ისლამ მახაჩევს და არა მარტო ისლამ მახაჩევს. არც ერთ ისლამ მახაჩევის თანამემამულე მებრძოლს თეთრისახლის ივენტზე არ ჩაუნიშნავდნენ ბრძოლას. აქ ხალხო არ მინდა პოლიტიკაზე გადავიდე და პოლიტიკური შოუ გავმართო აქ, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორია რა, რომ უბრალოდ იქ თეორიულადაც ბნელეთის წარმომადგენელმა რომ გაიმარჯვოს თეთრისახლში, ამას არ დაუშვებდა არავინ. თეორიულადაც გასაგებია რომ შეიძლება ჩვენ ვერც წარმოვიდგენია რა, ჩვენ დარწმუნებული ვართ ილიას გამარჯვებაში, მაგრამ თეორიულად ყველაფერი ხდება და 1%-საც არ დაუშვებდნენ. შესაბამისად 1%-იც რომ არ დაუშვა, ამის თქოს იმ ადამიანმა არ უნდა იბრძოლოს. ამიტომ მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ თეთრისახლში ისლამ მახაჩევს არავინ არ აჩხუბებდა. მოკლედ, ამას ვიძახი ხშირად და კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგას რა დამის შეკითხა ვაფიქსირებ. ის ყველაფერი არის ისევ და ისევ ხმაურის ატეხვა, ეს საუბრები და რაღაცა, კარგია ეს ბრძოლაზე რომ მიდის საუბარი, ამ ივენტზე მიდის საუბარი და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მარკეტინგულად მუშაობს. ხო, იგივე ბენო მეკითხება და კიდევ გახსოვს მინდია რომ ამბობდა ხალხი ლაპარაკობს ხაბიბის კარიერა ჯობია თუ ბრონქსისო და თქვენ ხო გაგიჟდით რას ლაპარაკობთ, აგერ შენ თვითონაც მაგაზე გიწევს საუბარი. ხო, მე ზუსტად ვერ მივხვდი რას გულისხმობთ, მაგრამ მე გეტყვით რომ ზოგადად ხაბიბის ის რომ დუბრონქსის გულშემატკივრებს თქვან რომ აი დუბრონქსის CV ისეთია რომ არაფრით ჩამოვარდება ხაბიბსო, მათ ამის უფლება აქვთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ასია და ვინმე თუ საპირისპიროს ამბობს, მას არ აქვს ამის უფლება. მე დღესაც ვფიქრობ რომ მაინც ლეგასი მათი ამ ორი მებრძოლის რო შეადარო დღესდღეობით, მე ვფიქრობ რომ ხაბიბი მაინც უფრო მაღლა დგას. მაგრამ თუ თქვენ ან ვინმე სხვა ფიქრობს რომ ოლივეირა უფრო მაგად დგას, ვერ შეგამათებით, იმიტომ რომ მაგ აზრსაც აქ არსებობს უფლება და საფუძველი, რა თქმა უნდა. თუმცა რა თქმა უნდა, კამათი ყველაფერზე შეიძლება და მოკლედ ორივე ძალიან დიდი მებრძოლია. თან პლუს მესმის ახლა თქვენ რაზე მომდებთ. აქ ერთი მომენტი არის, რა ყველა ამ მებრძოლის თავის ძოზე ხავების და ახლა ოლივეირას ლეგაციზე და ამ მემკვიდრეობაზე მოდი ქართულად ვთქვათ. მოქმედებს ყველა ნებისმიერი გამარჯვება, მით უმეტეს ამ ეტაპზე, მაღალ დონეზე. 1 წლის წინ, მაგალითად, მე გეტყვით, რომ ჩარლზ ოლივეირა 1 წლის წინ და ჩარლზ ოლივეირას დღეს აქვს ძალიან განსხვავებული, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა უკავე. იმიტომ რომ
მე მახსოვს მაგალითად ილია თოფურიას რო ხდებოდა ჩარლზ ოლივეირას ხალხს რო წინდა რომ აუ ოლივეირას მოგებით ჩემპიონობას რა აზრი აქვს აი ეს სიტყვებს ამბობდა ხალხი აი რომ ოლივეირა არაფერი არ არისო დღეს იგივე ხალხი ოლივეირაზე ლამის ლოცულობს ხო რატო ნუ არის ცნობდნენ ხა არაფერი არ არის მაშინ არის ცნობდნენ ახალი დაწყებული ქონდათ მე ისყურება და ოლივეირა ეკონათ ვიღაცა კი ბატონო მე კი არ კიცხავ ამის არცოდვა კი ბატონო მაგრამ მას შემდეგ რატო არის შარშანდელი ოლივეირა და დღევანდელი ოლივეირა განსხვავებული ილიასთან წაგების შემდეგ თან ხო მიდიოდა საუბრები და ილიას ასე ვთქვათ ჰეითერები ამბობდნენ რომ ბებერია ოლივეირა და ასე ამის მერე ოლივეირა მიდის და სასწაულს უკეთებს მატეუშ გამროც უკეთებს იმას რაც მატეუშ გამროც ვერავინ ვერ გაუკეთა და ალბათ შეიძლება ვერც გაუკეთოს ვერასდროს ხო სარუკიას საერთოდ მოუგო გამროტმა და დაფინიშებით საერთოდ ფინიშით წაგება არ ქონდა გამროც და მიწაზე გაანადგურა უბრალოდ შარლზ ოლივეირა და ამის შემდეგ ოლივეირა ხდება ეგრეთ წოდებულ BMF-ის გამარჯვე მაქს ჰოლოვეის რომელზეც აფანადებს აბოტებს ხალხს და უბრალოდ მიწასთან ასწორებს ალბათ რა ვიცი რბილათაა ნათქვა მუსრსავლებს არაფერს არ ტოვებს ჰოლოვეისგან აი დღეს ამიტომ ვამბობ რა ხვალ ოლივეირამ რომ რაღაც სასწაულები გააკეთოს დაბრუნდეს ილიასთან რემატჩი და მოიგოს სიტყვაზე ვამბობ მოუგოს და რაღაც ისლამსაც მოუგოს მე თქვენ წარმოდეთ მეც ვიტყვი და უკვე საფუძვლიანი იქნება რომ ვთქვათ რომ ხაბიბს მეც ვიტყვი რომ ხაბიბზე მაგარია თქო ხაბიბზე მეტია თქო არა მარტო მე ბევრი იტყვის ამიტომ ჩვენ მოქმედი მე ვთქვი და რატო გიკვით რომ სანამ ოლივეირას მოუგებდა ოლივეირა სანამ ჰოლოვეის მოუგებდა ოლივეირა მანამდე თლათ ისეთი ლეგასი არ ქონდა ბუნებრივია მე მკვიდრობა აი ესეთი გამარჯვებები ასე ვთქვათ აგროვებს თორე სანამ ჰოლოვეის მოუგებდა სანამ იმას მოუგებდა რა ქვია გამროც ნუ მე თუ მკითხავ საერთოდ სარუკიანსაც მოუგო სანამ იგივე სარუკიანთან იბრძოლებდა სანამ იქამდე გავიდეთ კიდე შოუს წარსულში თავიდან რომ მოვიდა ოლივეირა კი წაგება არ ქონდა საერთოდ სხვა UFC-ში რომ მოვიდა მაგრამ არაფერი არ წარმოადგენდა ეხლა იგივე ლეგასი ხო არ ქონდა ასე რომ რატო გიკვირდა ეს იუმორი და ეს სარკაზმი ვერ გავიგე სიმართლე რომ გითხრათ ბუნებრივია ოლივეირა შეიძლება კიდევ უფრო მაგარი გახდეს იმიტომ ოლივეირა ჯერ იბრძვის განსხვავებით ხავებისგან რომელმაც დატოვა თავისი მემკვიდრეობა და იმის მემკვიდრეობა ისეთია უცვლელია ასე რომ ის რომ ვინმე დაუშვათ ხაბიბი და ოლივეირა შედარებისას ერთი წლის წინ სხვანაირად ფიქრობდა და ახლა სხვანაირად ფიქრობს ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ნორმალურია თუ კიდევ უფრო მაგარ ბრძოლებს მოიგებს ოლივეირა კიდევ უფრო გაიზრდება და ფასი დაედება მის მემკვიდრეობას მოვჭით მე მგონი ხო ამომწურავად გაგეცით პასუხი მოვჭით საუბარს ზოგადად MMA-ზე და გადავედით ქართულ MMA-ზე გვეკითხება გიორგი გაბელია Q2Q ან Q2Q ალბათ ალბათია მერაბის ლეგასიზე რას ფიქრობ ძალიან მენანება მისი ლეგასი თქვენთან ინტერვიუში რაც ისაუბრა რომ ბევრი წლებია აპირებს ჩხუბს და თან ამ წონაში ეს არისკოა მერაბი კარდიო და ტემპით იგებს ბრძოლებს და რაც ლებთან ერთად აღარ იქნება ხო და ეგრო აღარ იქნება წაგებაც იქნება და კარიერის დასრულებამდე თუ 3-4 ჯერ წააგო დამთავრდა მისი ლეგასი იქნება UFC ჩვეულებრივი ყოფილი ჩემპიონი აი ამაში ასაქმე რა ამას ვიძახი სულ ხალხო ამ სიბერეში წაგებებს რანებით ნუ აქცევთ ყურადღებას არ არის ეგრე მე არ გეთანხმებით მე ამასინათ რო ვიგამათეთ Fight Night Live-ზე რატო ვფიქრობ რომ მე დღესაც ვფიქრობ რომ უდიდესია ანდერსონ სილვა კიდე რო დაბრუნდეს და კიდე წააგოს მაინც უდიდესი იქნებოდა იმიტომ რომ პიკში რასაც აკეთებდა ანდერსონ სილვა ეს წარმოუდგენელი იყო 39 წლის მერე რო ზედიზე წააგო რაღაცა ბრძოლები ეს საერთოდ არანაირად არ აკნინებს მას მოდი ახლა სხვა სპორტზე გადავიდეთ რა მაინც აი მესმის რომ ეს ცოტა ცუდი შედარება იყოს შეიძლება ხო გუნდური სპორტის და ინდივიდუალური შედარება ამ მხრივ ალბათ არ არის სწორი მაგრამ აი გლობალურად შევხედოთ მესი ხო დარწმუნებული ვარ ვინც მიყურებთ ძალიან ბევრი მესის ფანები ხართ და დაიმსახურა რა თქმა უნდა და რაზეა საუბარი მაგრამ დაანება მესიმ თავი აქ ევროპაში ამ მაღალ დონეზე გამოსვლას გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში იქ აგებს კიდევაც სხვადასხვა ვერც იგებს ხშირად ვერ ხდება ჩემპიონი და ნუ არაფერი როცა იტანს ვიხარია როცა არა ნუ აგებს მესის ლეგასის რამეთი გაფუჭდა ანუ რაც აი მაშინ წასვლილი და იქ რო რაღაცა ნუ ისეთ რაღაცებს ვერ აკეთებს ბუნებრივია ხო ისეთ დონეზე ვერ აკეთებს ცხადია
აგერ საბა ლობჟანიძეს სადაც დაიჭირა იგოლები გაუტანა, ხო? რო შეადაროს, ხო, მესი ლობჟანიძეს, აი ეს გუნდები რო ხდებიან ერთმანეთს, მესის უგებს ლობჟანიძე. საბას კი არ ვეჩი არაფერს, მაგრამ ის მესია, ხო? ხო და რა ვქნათ ახლა ჩამოვწეროთ მესი, გავაუფასუროთ მისი ლეგასი? პელე სხვადასხვის, როცა, ასაკში იყო და აქ უკვე, იმ დონეზე უკვე აღარ უნდა ეთამაშა ფეხბურთი დაუშვათ, სხვადასხვის მანაც მესისი არ იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაშინ MLS-ი ერქვა თუ რა ერქვა, არ მახსოვს. კოსმოსი იყო ესეთი გუნდი, ნიუ-იორკის მე მგონი და გადავიდა და ითამაშა იქ კოსმოსში. მაშინ დღეს რა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხბურთი და მაშინ იყო საერთოდ არაფერი არ იყო და იქ რაღაცა აგებდა კიდეც ალბათ ხო არ ვიცი ხა რაცაკეთებ და არავის არ აინტერესებდა. მაგრამ რა ვქნე რა დააკლდა რამე თუ უნდა ამ კაც მერაბს დაუბრუნდეთ. იბრძოლოს 50 წელი, რა თქმა უნდა ის ბოლოსკენ უკვე საჩემპიონო ბრძოლები არ იქნება და არ იქნება ისეთ მიზნებისთვის ბრძოლები, მაგრამ თუ ადამიანს ბრძოლა სიამოვნებს შეუძლია, იბრძოლოს რა პრობლემაა, რატო დაკარგავს მისი ლეგასი ფას? აი რატო უყურებთ არითმეტიკულად ხალხო? მასე შეიძლება გამოვიდეს ადამიანი და მთელი კარიერა გაიაროს ისე რომ ბრძოლა არ წააგოს. მაგრამ დიდი არაფერი ლეგასი არ ქონდეს. არიან სხვა შეიძლება ეგეთი მებრძოლები, რომ შეხვიდეს, შედოდეს, ძალიან მებრძოლს ნახავთ, რომ კარიერა ისე დაასრულა, რომ აი არ აქვს. მაგალითად, სხვა შეიძლება გვარს ვერ ვიხსენებ. აი გეტყვით, ერთი ბრიტანელი მებრძოლია ყოფილი, რომელიც სხვა შეიძლება იქამდე იყო კალათბურთელი და იმიტომ ვიცი, იმიტომ რომ კალათბურთელი ბევრია, სხვა შეიძლება ყოფილი კალათბურთელი, მოღრმეტრიანი ტიპია. რომელიც გამოდიოდა ინგლისურ ორგანიზაციებში, არა მარტო ინგლისურ ორგანიზაციაში, აბუ-დაბიში იბრძოდა რაღაც ორგანიზაციებში და აქვს შედეგი აქვს 10-0-ზე თუ რაღაცა. და დაანება უკვე რა, უკვე ასაკშია ხო 40 გადაცილებული და აღარ იბრძვის. და დაუმარცხებელია რა, თან ისეთ კარგი ბრძოლები აქვს და კაი გამარჯვებები და რა ვქნათ ახლა ის არის ჯონ სისტემის გვერდზე დავაყენოთ. არ არის ეს არითმეტიკა მთავარი რა, მიღწევები რას მიაღწია მან თავის კარიერის დროს და მას შემდეგ რომ პიკი გაუვა რო ვეღარ იგებს და ასაკში როცა და როცა აგებს ის მიღწევები არ იკარგება ხალხო ის მიღწევები დარჩა იყო მე რა 50 წლამდე და მეტიც რო იჩხუბოს კიდე ბევრი რო წააგოს აქამდე რაც გააკეთა ახლა რაც აქვს მას შექმნილი ამას კი არავინ არ წაართმევს ეს დარჩა ისტორიას და ეს მის CV-ში დარჩა მის სიდიადე ამან განაპირობა და მე ხა 80 წლის ასაკში რაღაც რას გააკეთებს მე რაბი ამას რატო ეხება ეს ვერ ხვდები რატო არ ვიცი რატო არის ეს საკამათო სიმართლე ვთქვათ მე არ მესმის მაიკლ ლუის პერი არის ეს გამახსენდა ეს ინგლისელი ყოფილი კალათბურთელი და ყოფილი მებრძოლი ეს ისე გავაგზელეთ ისევ ქართულ MMA-ზე ვართ და შემდეგი კითხვის ავტორი არის ზუკა ლობჟანიძე 42-96 ლადო საინტერესო წამოწყება წარმატებას გისურვებ ამ კარგ საქმეში რაც შეეხება კითხვას ობიექტურად რომ დავიწყოთ რომ ქართველია რა დააკლდა გურამ ქუთათელაძეს წარმატების მისაღწევად ითვლებოდა თუ არა რეალურად კამრის პრეტენდენტად და როგორ ხედავთ მის მომავალს ხო მოდი ობიექტურად რა გიმთხოვეთ ობიექტურად გეტყვით გურამ ქუთათელაძეს რა თქმა უნდა ეხლა დიდ წარმატებას უსურვებს სადაც იქნება იმედი მაქვს რომ დიდ წარმატებას მიაღწევს რაც შეეხება რა დააკლდა ჩემი აზრით გურამ ქუთათელაძე დააკლდა ვიცით რა არის რასაც მე ამ სპორტს უყურებ ერთ რაღაცას დავწუნდი რა უნდა იყოს განვითარებული ყველაფერში უნდა გქონდეს კარგი ტექნიკა, კარგი აღარ ჩამოვდი იქ უნარები, ტექნიკა, რაღაც ძალა, ფიზიკა, ასე შემდეგ, მაგრამ ამის გარდა უნდა იყოს კიდე ბრუტალური, ხო, ბრუტალური არა პირდაპირ გაგებით თიშავდე ხალხს, რამე ბრუტალური უნდა გულისხმობ გამანადგურებელი რაღაცაში, აი რამეში. ნუ ილია თოფურია ვიცით ხო, თიშავს დარტყმა სასწაული. ნუ აი მე გამოირჩევა ყველასგან. ილია თოფურიას მარტო ეს არა, ილია თოფურიას ფანტასტიკური ჯიუჯიტსუ, ფანტასტიკური ტექნიკა, ბევრი რაღაცაა კიდე. მაგალითის ვიტყვი, ესეც აქვს. მაგალითად ის რომ ცნობილია რომ სურო ტექნიკა და ის head movements და იმას მოძრაობებს დავანებოთ თავი, ილიამ თუ მოარტყა კარგი ხელი ვინმეს თიშავს. ამიტომაც შეიძლება ამის ხარჯზე შეიძლება მებრძოლმა აი ეს რაშიც განსაკუთრებით გამანადგურებელია და ბრუტალურია შეიძლება წაგებული ბრძოლებიც მოიგოს. აი როგორც მაგალითად ილია მოიგო ჰერბერტთან, ხო? აგებდა იმ ბრძოლას, ხო? მთელი მართლა წამი არ იყო, რომ ბრძოლას იგებდეს იქ ილია, ხო? მაგრამ ბოლოს ნახეთ, ხო? ერთხელ მოარტყა და დაამთავრა. მერაბ დვალიშვილი,
გასაგებია ართიშავს, არა ისეთი ისე, მაგრამ ეს კარდიო და ეს ტემპი ეს არის მისთვის გამანადგურებელი და ბრუტალური. მეტოქებისთვის ბრუტალური და გამანადგურებელი, ხო? ნებისმიერი ხო ისა მახაჩები, გასაგებია კარგი სტრაიკი ის აქვს რაღაცა, მაგრამ ფანტასტიკური ჭიდაობა. მე ჯერ არ ამ წონაში, იმ წონებში, სადაც ტრიალებს, ჯერჯერობით არ გამოჩნდა არავინ, რომ ჭიდაობაში ოდნავ წინააღმდეგობა გაუწიოს და მახაჩებს. ხო, იგივე, აი ყველაფერი ეს, აი რაღაც გამანადგურებელი თვისება ან თვისებები აქვს ყველა დიდ ჩემპიონს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, გურამ ქუთაძე არის ძალიან ტექნიკური, ძალიან უნივერსალური, ყველაფერში კარგი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რაღაცაში არის საუკეთესო. რაშია საუკეთესო მითხარით გურამ ქუთაძეზე? სტრაიკინგში ძალიან მაგარია, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მისი ტექნიკა აი ისეთია, რომ ყველას ჯობია და ნუ აი ამის ხაზზე ყველაზე, აი რაც გულისხმობ ისე ბრუტალობაზე შეიძლება კარგად ვერ ახსენი. აი რაღაცა რაში წვებთან შედარებით მაღლაა. მებრძოლი. აი ეს უნდა კონდეს დიდ მიზნებისთვის, რომ მიაღწიოს მებრძოლი. გურამ ქუთაძე არის ყველაფერში კარგი, ძალიან კარგი ყველაფერში, მაგრამ არც ერთ კომპონენტში არ არის საუკეთესო. და დააკვირდით გურამ ქუთაძეს ბრძოლებს. გურამ ქუთაძე UFC-ში ყოველთვის ვისთანაც იბრძოლა, ყველასთან არც ერთ მებრძოლს არ გადაუვლია გურამისთვის, ხო? მაგრამ ერთი მებრძოლი დამისახელეთ, ვისაც გურამმა გადაუარა. არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ძალიან მაგარ მებრძოლებსაც შეხვედია, ხო? გამროტი, რაცეები, ხო? და ნუ არც ისე, კი, ეს ბრენენი არ არის ცუდი მებრძოლი, მაგრამ ახლა გამროტის დონე არ არის და არც ის ბოლოს ვისთანაც გურამმა, ხო? ის კაუი ფერნანდესი. ხო, აი სხვადასხვა დონის რო შეხედოთ, სხვადასხვა დონის მებრძოლებთან და ყველასთან იყო კონკრეტულად ზოგან, ნუ ბოლო ბრძოლა ცუდი ხონდა, კი, მაგრამ ნუ ფეხი დაეზიანა და გასაგებია, ფეხი რო არ დაეზიანებია და დარწმუნებული ვარ, იქაც კარგად იბრძოლებდა მე. შეიძლება გურამი, შეიძლება მოეგო, შეიძლება იქაც ვერ მოეგო და სპლიტი წაეგო, იმიტომ რომ ყველა ბრძოლა აქ კონკურენტული, ანუ მეტოქესაც აძლევს საშუალებებს. ამ სპორტში რა ხდება ეს? ამ სპორტში მეტოქე უნდა გაანადგურო, მეტოქეს არ უნდა მისცეს საშუალება. როგორც წესი, ჩემ გვინახავს ორივე რო კარგად იბრძვის და მოგწონს ესეთი ბრძოლები, მაგრამ გასაგებია ყოველთვის ეს არ იქნებოდა ვიღაცა შენთან კარგად იბრძოლებს, მაგრამ შენ თუ იმის უნარი არ აქვს, რომ ვინმეს შეჭამო და გაანადგურო და აბსოლუტად გაუთიშო ყველაფერი, მაშინ იმიტომ რომ სადღაც ეს ახლო ბრძოლებში წააგებ. ხო? აი, გამროთთან, მე მაგათ ვერ ვიტყვი, რომ გამროთთან გურამმა უკეთესად იბრძოლა, ვიდრე შემდეგი ბრძოლა იმ ყაზახბისთან, ამაბრძთან. რო აღარ არის UFC-ში. ის მაგულობთან, ხო? დამირთან. ორივე ბრძოლაში იყო კარგი გურამი და მე ვფიქრობ, რომ ორივე ძალიან ის მე ვფიქრობ, რომ ორივე მოიგო სიმართლე გითხრა. მე ვფიქრობ, დამირსაც მოიგო, მაგრამ ნუ იქიდან გამომდინარე, რომ მაინც ახლო ბრძოლა იყო, იქ სადღაც მიცეს ამას, სადღაც არ მიცეს ამას. ამას შეძახმა. ყველა მერაბი რაშუჟია გადავეკიდე მერაბს. გურამს ისეთი უნარები აქვს, რომ მას ვერავინ არ გადაუვლის, მაგრამ სამწუხაროდ არც ისეთი უნარები არ აქვს, რამეში თვითონ ვინმეს გადაუაროს. ნუ მე ვაბა ბაღალი დონესაც თქო რა თქმა უნდა ვიღაცები გამოჩნდებიან ისეთები სხვა ორგანიზაციებშიც ვისაც გადაუვლის ბუნებრივია და გადაუვლია კიდევაც. ანუ გურამი კარგად იბრძვის, მაგრამ როგორც წესი, აი დაუკვირდით მისულებს, მისი მეტოქეებსაც ვის კარგად იბრძვიან მის წინააღმდეგ. ანუ თვითონ კარგ უნარებს აჩვენებს, მაგრამ მეტოქესაც აძლევს საშუალებას, რომ კარგი უნარები გამოავლინოს მასთან ბრძოლაში და რაც ზოგადად ამ სპორტში არ არის თლათ მაყურებლისთვის კარგია, როცა ორივე მხრივად კონკურენტულ ბრძოლას ნახულობს, მაგრამ ნუ დიდი მიზნებისთვის თუ იბრძვი, უნდა შეგეძლოს შენ, როცა ვიღაც მეტნაკლებად რაღაც დონეებში სხვაობა უნდა აჩვენო და ამას ვერ აჩვენებს გურამ ქუთაძე. რაც შეეხება საჩემპიონო ასე ვთქვათ, ამბიციებს, სიმართლე გითხრათ, ახლა მე ამას რა თქმა უნდა ხმამაღლა არ ვამბობდი და მაგრამ ახლა ვიცი ჩემს ის მისევს და ვისთანაც გვისაუბრია ზოგადად ქართველ მებრძოლებს, რომ ილიას მერაბს როგორც უყურებს ხო გიგასაც გურამის ისეთი იმედი არ ქონდა. მე ვფიქრობ, რომ გურამს დაემკვიდრებინა ადგილი ტოპ-10-ში ეს იქნება ძალიან კარგი. მე ვერ ხედავდი გურამის ჩემპიონობას, ნუ იქიდან გამომდინარე, რასაც ხედავდი. თუ ახლა ხვალზე გაიზდებოდა გურამი და ისე გახდებოდა რაღაცაში ბრუტალური, რაღაცაში საუკეთესო, გვაჩვენებდა რაღაც ისეთ უნარებს, ნუ დავინახავდი, მაგრამ ნუ რაც ვნახეთ, იქიდან გამომდინარე საუბრობ, თუმცა ძალიან კარგი მებრძოლია გურამ ქუთაძე და სხვაგან ნებისმიერ ორგანიზაციაში აქვს წინვალე შანსები, რომ იბრძოლოს პირველობისთვის და წარმატებას უსურვებ და უსურვებ, რომ დიდი გამარჯვებები მოიპოვოს ყველგან, სადაც იქნება. იმედი დავიტოვებ, რომ შეიძლება დაბრუნდეს რაღაც ეტაპზე UFC-შიც, არ ვიცი. მე ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ
ფიქრობ, რომ ძალიან კარგი ბრძოლებს, როგორც მინიმუმ, კარგ ბრძოლებს გურამი ჩუქნიდა ორგანიზაციას. შემდეგი კითხვა ისევ ქართულ MMA-ზევად, ლადოს გაუმარჯოს, გვეკითხება ირაკლი შეყილაძე. ლადოს გაუმარჯოს, რომანის პრობლემა მწვრთნელის არ ყოლა, სტაბილურად არ ყავს და ხან გიგა, ხან მერაბი, ხან კრის კურტისი, ხან სერგეი სპივაკი ყავდა, არ ვიცი, ექსტრიმ კულტურაში ვარჯიშობდა. სასოწოდის ვისაც ცვენა ამან და რადონის სპარინგ პარტნიორები ყავდა, სტრიკლენდი კურტისი რო არ მოგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით. ხო, ნუ გასაგებია საუბარია იმაზე, რომ აი გურამის ამ თვისებაზე, რომ რაღაცა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა მწვრთნელის მასე. ზოგადად ეს პრობლემა, მწვრთნელის პრობლემა ეს არ არის მარტო რომანის პრობლემა, ეს არის ზოგადად MMA-ში პრობლემა. სხვა შორის მერაბისგანაც ვიცით, ხო, იგივე ჯონ მუძზე რო საუბრობდით, მერაბთან რო საუბრობდი. მერაბმა მაშინ თქვა, რომ კი, იმ გუნდში არის ჯონ მუძი, მაგრამ რო გითხარ, ახლა ჩემ ვარჯიშებს ესწრებოდა მაინც და მაინც და სუბუდამეგ მავარჯიშობდა, ეგრე არ არის. დიდ გუნდებში მით უმეტეს ეგრე არ არის. შეიძლება იგივე გუნდში იყოს ვიღაცა მწვრთნელი ძალიან მაგარი, მაგრამ ეს მწვრთნელი შენ დიდად კონკრეტულად აი ერთ მებრძოლს შენ მაგალითად არ გაქცევდეს ისე და მაინც და მაინც განა იმიტომ რომ რამე დაუშავე და ცუდად გეპრობა. ნუ ზოგადად იმდენი საქმე აქვს რომ ნუ 2-3 მებრძოლი ყავს ვისთანაც მუშაობს აქტიურად, მაგრამ შენთან შეიძლება ნუ სხვას მოგამაგრა მაგალითად და სხვა ის არის. ზოგადად აქ მან ცოტა ის არის სისტემა ნაკლებად არის აწყობილი ჯერ MMA-ში და ეს პრობლემა ზოგადად სხვებს აქვს. რაც შეეხება რომანს, რა თქმა უნდა, მას თავის ხასიათიდან გამომდინარეც რაღაცა ცოტა ჯიუტია, ცოტა ისეთია, ცოტა თავისებურია და შეიძლება ამანაც განაპირობა. მაგრამ ის რომ აი ეს მწვრთნელი ვერ ჩამოყალიბდა და ნუ ერთი კონკრეტული მწვრთნელი არ გვინახავს, ხო? მასთან. მაგრამ ნუ იცი და არის რომანის თვისებებმა განაპირობა რომანის შედეგებიც. რომანზე ზოგადად მე ძალიან მიკვირს ესე რომ საუბრობენ რაღაცა ნეგატიურ კონტექსტში, თითქოს წარუმატებელ ტიპზე. რომან თოლიძე წლების განმავლობაში იყო 2 დივიზიონის ტოპაჩი. რაზეა საუბარი? აბა ვინმე გააკეთოს. უდიდესი წარმატებას მიაღწია რომანმა. რა თქმა უნდა, კი, გვინდოდა რომ ისიც ჩემპიონი გახდარიყო, ხოჭო იყო საკმაოდ ახლოს. მე ვფიქრობ, საკმაოდ ახლოს იყო. პირველ ბრძოლაში მას ვეტორი რო დაემარცხებინა, მომდევნო ბრძოლა აუცილებლად უწევდა ადესანიასთან, რომელიც ჯერ ჩემპიონი იყო. არ ვიცი ადესანიას მოუგებდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, იქიდან მოყოლებული ადესანიას უაგებს. ანუ აი რომანის მაგივრად შეხვდა იქ სტრიკლენს, ხო? ხო, სტრიკლენს შეხვედრეს, იმიტომ რომ რომანმა წააგო და ვეტორის ხო არ შეხვედრებენ მეხუთედ ლამის. და ნუ სულ არაპირებდნენ იქ სტრიკლენს, თვითონ UFC-ს უნდა რომანი ყოფილიყო შემდეგი კონტენტი, მაგრამ სტრიკლენდი გახდა და სტრიკლენდი მოუგო. და მას შემდეგ ადესანიას უაგებს. ყოველ შემთხვევაში უკვე გაცვეთილი იყო ადესანი, აი გამზადებული იყო. მე არ ვამბობ აუცილებლად მოუგებდა რომანი, შეიძლება ვერ მოიგო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლოს იყო ჩემპიონობასთან. ხო და ნუ ახლა ყველა ესე არ არის რა, აქ იღბალსაც მნიშვნელობა, აქ ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, ხო? ვიღაცას გაუმართლა, რაღაცა სადღაც საჭირო მომენტში აღმოჩნდა საჭირო ადგილზე, გახდა ჩემპიონი. მე იმის თქვა მინდა ვიღაცას ძალიან ცუდი სიტყვა ვთქვი, ვიღაცა არა. ტოპ 10-ის მებრძოლი, რომელიც წლების განმავლობაში ტოპ 10-ში შეიძლება ცოტა თუ გაუმართლეს, გახდეს ჩემპიონი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემპიონობას გამართლებაც უნდა. მე ყველა სპორტში ასეა სხვა შორის. გარდა იმისა, რომ კარგად უნდა იყოს მომზადებული იყოს, შენ თვითონ უნდა იყოს საჩემპიონო დონის, ცოტა უნდა გაგიმართლოს კიდევაც. ნუ ისე მოხდა, რომ სადღაც რომანს არ გაუმართლა, შეიძლება თავად დააკლო რამე, მე არ ვამბობ, აუცილებლად უნდა გახდარიყო ჩემპიონი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რომან დოლიძე არის ძალიან წარმატებული ქართველი მებრძოლი. ნუ გავიწევათ, რომ რომან დოლიძე მალე 39-ის თუ 38-ის ხდება, არ მახსოვს 39, უკვე ასაკშია რომანიც. ხა ბუნებრივია, რაც წლები გადის, ხა იმის ილუზია რომ ის შანსი დაბრუნდეს და ისე ახლოს იყო ჩემპიონობასთან, წლების ლასთან ერთად ქრება, რა თქმა უნდა. ბუნებრივია, დროს ვერაფერს ვერ უზავ. მაგრამ რაც პიკში რომანმა გააკეთა, პიკში არა ძალიან გვიან მოვიდა სხვა შორის რომანი. ეს არის უდიდესი წარმატება. რა თქმა უნდა, დრო გავიდა, რომანიც უკვე პატარა აღარ არის და ნუ შეგვიძლია უბრალოდ გავიხსენოთ ეს და ალბათ ნაკლებ სავარაუდოა რომ იქ მიუახლოვდეს იგივეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რომანი იქ არ იყო. რომანი იქ იყო. ძალიან ახლოს ჩემპიონობასთან. და ეს უკვე დიდი წარმატებაა. ასე რომ ხო და რაც თავი თქვენ სხვა რამე მკითხეთ, აი ის რომ რომანს რო ალბათ წელი რო ყოლოდა და რაღაცა. ნუ არ ვიცი, შეიძლება წელი რო ყოლოდა ამისთვის ვერ მიაღწია. არ ვიცით. რომანმა იმას მიაღწია ისე, როგორც საკეთებდა. აი ეს ხან სპივაკით, ხან კურტისით, ხან რაღაცით არ დაგიმალავთ იყო ბრძოლები, სადაც მე ძალიან ვტრაბახობ მაგით სხვა შორის, მაგალითად ხოსთან და ჰერმანსონთან მე დამიკავშირდა რომანი და მქონდა საუბრები და გავიარეთ ის ბრძოლები და ძალიან მიხარია რომ ასე ვთქვათ
რაღაცა წვლილი მიიღის, თან ორივე ბრძოლაში გაიმარჯვა სხვათა შორის და მაბრძოლებით შევიდა ტოპ-8-ში. მოკლედ, ასეთი იყო არა როგორ გითხრათ, ხშირად იცვლიდა აზრს და ასე ვთქვათ, ხშირად სტაბილური მაინდა-მაინც არ იყო და სტაბილური მეუბნება თავის გადაწყვეტილებებში რომანი. მაგრამ მეორეს ასეთი რომ არ ყოფილიყო რომანი, შეიძლება და სულაც ერთი მწვრთნელი იყო და შეიძლება ამისთვისაც ვერ მიეღწია. ანუ ეს არ არის აპრიორი არ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ რომ აი ესეთი როა რომანი, იმიტომ ვერ მიაღწია უფრო მეც. ასეთი რო არ ყოფილიყო რომანი, შეიძლება ამისთვისაც ვერ მიეღწია, ხო? აი ეს მისი ხასიათი, სიჯიუტე გარკვეულ თავნებობა თუ რა ქვია, თავის ის რო არის, სიჯიუტე ალბათ ისევ შეიძლება ზუსტად ამან განაპირობა რომ ამ ხელა წარმატებას მიაღწია რომანმა. აი ესე იფიქრეთ, ამას დაუფიქრდით. არ არის ფარასეულ ფორმულა, აი წუთელი აიყვანა ხდება ჩემპიონი, ეს ყარ არის. კი ბატონო, სხვა ჩვენ ილათოფურიამაც შეცვალა გუნდი და სხვა შეიცვალა წუთელი, მაგრამ მე რამე ის არის გაუფუჭდა რამე? რატომ დავანებოთ მაგ მიზეზებს? მიზეზი ის არის რომ კი თავარია რომ იყო ძალიან ახლოს, შეიძლებოდა იქ ყოფილიყო, რომ რაღაცამ შეგვიშალა ხელი და არ მოხდა. ფაქტი არ არის რომ იქ წუთელი ყოველ სხვა ჩვენ მარვინ ვეტორისთან პირველ ბრძოლაში რომ წააგო, წუთელი აიყვანა. თუ გახსოვთ, იმიტომ მახსოვს, იმიტომ მაშინ ჯერ კომუნიკაცია მქონდა რომანთან. ხოსთან იყო ბრძოლა, შემდეგ იყო ხერმანსონთან, შემდეგ ჩაენიშნა ვეტორისთან ბრძოლა, გავიგე და ცოტა ხანში სანამ ბრძოლა იქნებოდა, გავიგე მე თვითონ რომ რომანმა აიყვანა წუთელი. თუ გავიხარდა ყველას, რომ აი წუთელი აიყვანა. რა მოხდა მე ვეტორისთან? აბა გაიხსენეთ. იქნებოდა რომ არ აიყვანა იქაც წუთელი. და ესე ქაოსურად გასულიყო. აიყვანა კუთხეში ყოლოდა ისევ ან კურტისიან, გიგან, ბინმე დავით მეც რაღაცებს ურჩევდი. ხო? ასე რომ ეგრე არ არის. შედეგი მიიღო ამ ადამიანმა, მიიღო იქიდან გამომდინარე, იმ სამუშაოდან გამომდინარე, რაც გაწია და სხვანაირად რომ გაიკეთებინა შეიძლება არათუ უკეთესი არ მიიღო, ეს შედეგიც ვერ მიიღო შეიძლება. კი ბატონო, გამიგზელდა ცოტა რომანზე საუბარი, იმიტომ რომ ხშირად მესმის რომანზე რაღაც ისე საუბრობენ თითქოს ამ კაცმა რაღაც ნეტა ეგეთი მებრძოლები ბევრი ყავდეს და ნეტა რამდენიმე ყავდეს ნეტა ეგეთი მებრძოლები, რომლებსაც ვერავინ ვერ აგდებს ასაკის გარდა და სიბერის გარდა ვერავინ ვერ აგდებს ტოპ-10-დან და ტოპ-15-დან. შემდეგი ბესიკი მეკითხება, ლადო, თქვენც ატყობთ რომ ქართული გამოსვლებიდან საინტერესო პარალელი ჩანს, ხო, ეს მოკლედ გეტყვით, საუბარია იმაზე რომ ბესიკის მოაქვს მაგალითი რომ ტოშინოშინი სუმოში თუ გახსოვთ რომელიც გახდა ჩემპიონი და ძალიან ეთაყვანებოდნენ იაპონელები, როდესაც მოვიდა საიუბილეო არა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი სუმოში, იმპერატორი შეიცვალა და ახალი იმპერატორებს უკავშირებენ ერებს, ასე ვთქვათ, ეპოქებს და ახალი იმპერატორის ეპოქაში პირველი ბაშო იმართებოდა, ანუ ტურნირი იმპერატორის თასი. ახლოს იყო ლევან გორგაძე ტოშინოშინის ჩემპიონობასთან და იქ ერთ სადავო მომენტში მსაჯებმა აშკარად დაიფერმავეს თვალები და მოკლედ მოგება წაართვეს ლევანს და შემდეგ ჩემპიონი გახდა ასანოიამა, თუმცა ის ბრძოლა რომ მოიგო, დიდი შანსი იყო, იქ ჯერ არ თავდებოდა ტურნირი, კიდე იყო ერთი-ორი ბრძოლა, მაგრამ დიდი შანსი იყო ლევანი გამختارიყო ჩემპიონი. და ბესიკი კითხვის ავტორი ამბობს, რომ ეს განაპირობა იმან, რომ აი მნიშვნელოვან ტურნირზე, კი მანამდე რაღაც ტურნირზე კი გახდა ჩემპიონი ლევანი, მაგრამ როცა მნიშვნელოვანი ტურნირი იყო იქ და ისტორიული დატვირთვა ჰქონდა რაღაც ესეთი სიმბოლური წინ გადაუდგნენ და ხელოვნურად ასე ვთქვათ ჩამოაშორეს ტიტულსო. და მაგალითი მოაქვს კიდევ ერთი, რომ მაგალითად 1246 წელს, როცა მონღოლებს დიდი საზეიმო კრება კურულტაი ჰქონდათ და ახალ ხანს ირჩევდნენ იმავე ტიპის ტურნირზე, ხო, მანამდე იმავე ტიპის ტურნირზე ქართველებმა მონღოლი მოჭადრაკეები დაამარცხეს და ევროპელი მისიონერის ჯოვანი და პლანო კარპინის აღწერით ამის შემდეგ მონღოლებმა ქართველები სასტიკად დასაჯეს. ხო, თუმცა მანამდე აი მაგალითიც არის ესეთი, რომ მონღოლთა კარზე იყო ერთი ქართველმა ერთ-ერთმა მოჭიდავემ დაამარცხა მონღოლი ფალავანი და მონღოლმა მმართველმა ჰულაგუ ხანმა იგი დააჯილდობაო, მაგრამ შემდეგ აი ესეთ მნიშვნელოვანი ის რო იყო, ნუ იქ დასაჯესო. ხო, ნუ არ ვიცი ამას და ბოლოს თავარი კითხვა რა არის კითხვის ავტორის ბესიკისგან, რომ იქიდან გამომდინარე რომ სერიოზული ასე ვთქვათ დატვირთვა აქვს ისტორიული თეთრი სახლის ივენტს 250 წელი Freedom 250 და აქვს ამ ივენტს.
განსხვავებული მიდგომა ხო არ ექნება ქართველის მიმართ, როცა ამერიკელს ხვდებაო, საჯებისგან იგულისხმება. ხო, სლათ იყო კითხვა და ამიტომ შევეცადე მოკლედ მეთქვა, მაგრამ მეგონი უფრო სლათ გამოვიდა. მესმის და ბესიკის ვეთანხმები, რომ ეს ფაქტორი არის. და რა თქმა უნდა, პირობითად ჯასტინ გეიჯისთან ილია თოფურიას ბრძოლა იყოს ძალიან ახლო. დიდი შანსია, მეც ვფიქრობ, რომ გამარჯვება მისცემს. დიდი შანსი არის დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას მისცემს ჯასტინ გეიჯის. თუ ეს იყო კითხვის ასი, რა თქმა უნდა ეს ასე იქნება. და ეს ყოველთვის ასეა. და ყველგან ასეა. და როცა სხვაგან ხარ და იქ უნდა მიაღწიო წარმატებას, უფრო საჭიროზე ოდნავ მეტის გაკეთება გიწევს. მაგრამ იმითია ილია დიდი და იმიტომ გვაქვს ჩვენ ილიას იმედი, რომ ვფიქრობთ, რომ აი ის ცოტათი კი არა, ბევრად მეტ საკეთებს საჭიროზე ხოლმე. და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჯასტინ გეიჯისთან ილიას ბრძოლა რო იყოს ძალიან ახლო, დარწმუნებული ვარ, რომ ჯასტინ გეიჯის მიცემენ გამარჯვება და სიმართლე გითხრათ, ალალი იყოს მაგ შემთხვევაში. ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას ძალიან ახლო ბრძოლა თუ გაუჩაღა და 5 რაუნდიან ბრძოლაში თუ აი ესე ანიკით ანაკეთ ბრძოლა იქნა, მიეცით ძმაო მაგაც, ეკუთვნის. მართლა ეკუთვნის. ვერავინ ვერ გააკეთა ეგ ილიასთან და თუ ეს მოახერხა ჯასტინ გეიჯის მიეცით. აი ხო ბევრს გადავიმტერებ ამ საუბარს, მაგრამ მიეცით. მაგრამ საკითხი მაგაშია, რომ ილიას ფავორიტი იმიტომ კი არ არის, რომ აი ახლო ბრძოლაში აჯობებს ჯასტინ გეიჯის. უბრალოდ განადგურებს გეიჯის ყველა ამას ფიქრობ. ამას აკეთებს ილია თვითონ. და მივდივართ აი გამოსავლამდე, აი იმ პრობლემიდან, რაც თქვენ თქვით და გეთანხმებით, კი ახლო ბრძოლა თუ იქნა, თუ რაღაცა თეორიული შანსი ექნებს საერთოდ რომ თქვას, რომ გამარჯვებული მე დავინახე ჯასტინ გეიჯი, აუცილებლად ასე იზავენ. როგორც იქ დახუჭეს თვალი, დაუჭეთ ტოჩინოშის შემთხვევაში, ხო? მაგრამ მოდი ასე ვთქვა, ტოჩინოშის იმ ბრძოლაში ასანოიამასთან, მახსოვს ძალიან კარგად ის ბრძოლა მე. ასანოიამასთან აი ამ საჩოთიროის რო არ ყოფილიყო მომენტი და აი ბრუტალურად გადაეგდო იქიდან დოხიოდან ან დაეგდო ძირს მოგვერდით ან როგორც აკეთებდა ხოლმე. მაშინ რას იზავდნენ საჯები? რამეს იზავდნენ? ვერაფერს ვერ იზავდნენ. გახდებოდა მაინც ჩემპიონი ასანოია. ამის თქვა მინდა. ანუ ყველაფერი მაინც ჩვენ ხელშია. ჩვენ ხელში რა მებრძოლის ხელშია. კი, თუ მიცა მან საშუალება, რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან ბევრი გვინახავს საჯების არასწორი გადაწყვეტილება. მაგრამ თუმცა ამიტომაც არის, რომ ასე აქამდე არ უნდა მიიყვანოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ილიას და გეიჯის ბრძოლაში მე გამარჯვებულს ილიას ვხედავ, იმიტომ რომ მე გათიშავს გეიჯის. ნუ როგორც მინიმუმ მიწასთან გაასწორებს. და არა ახლო ბრძოლაში, აი მოდი ვინ მოიგებს და ვა ილია გამოაცხადეს და ასე შემდეგ. აი ეს არის უბრალოდ პასუხი თქვენ სიმპათიაზე. აბსოლუტურად გეთანხმებით თქვენ მოსაზრებაში. და უბრალოდ ამის გამოსავალი ის არის, რომ საჯებამდე არ უნდა მივიყვანოთ. ან არ უნდა მივიყვანოთ, ან ისე უნდა მივიყვანოთ, რომ არც თავისუფლება არ მიცენ, ვერ მისცენ საჯებმა. ხო, რა ვიცი, მე მგონი ამ მომწურავად გაგეცით პასუხი. გადავედით სპორტის სხვა სახეობებზე. Black Shields G. ასაშოროზე რა სიტყვი? ჰაკუხო რომ საუკეთესო ეგ ფაქტია, მაგრამ ასაშოროს დროს უფრო დიდი კონკურენცია იყო, ასე ვფიქრობ. ჰაკუხოს მაგაში გაუმართლა ოდნავ. ურთიერთშეხვედრებში კი უგებს ჰაკუხო და რაც წააგო უმეტესობა საწყის ბრძოლებში იყო, მაგრამ მაინც იქონია გავლენა იმ დიდი რიკიშების სუმადან წასვლამ ჰაკუხოს ასეთი დომინანტად ჩამოყალიბებაში. და მეორე კითხვა ასე და ერთად გავცემ პასუხს. მეორე კითხვა არის SLP 15-10 გვეკითხება, ლადო კიდევ ერთი კითხვა მაქვს სასაშორო პრაიმში და ჰაკუხო პრაიმში რომელი უფრო წინ იყო და რითი ჯობდა ერთ მეორეს. ხო, არიცით, არ ხართ მართალი მეგობრებო და გეტყვით ახლავე დაგისაბუთებთ ფაქტებით. რაც შეეხება ასაშორომ კონკურენტულ დროს გახდა იოკოზუნაო. არ არის ეგრე, პირიქით. ასაშორო იოკოზუნა გახდა მეცაც გეტყვი ოზეკი გახდა 2002 წლის სექტემბერში. და პირველი ჩემპიონობა ასაშორო მიზეიმა პირველი იუშო ასაშორო მოახერხა 2002 წლის ნოემბერში კიუშუ ბაშოზე. ანუ ფაქტობრივად 2003 წელი რო იწყებოდა. ეს არის პერიოდი, როცა ეს დიდი რიკიშები ყველანი არიან წასულები, აბსოლუტურად ყველანი. აღარ არის აკებონო, აღარ არის ისწველი ტაკანოჰანა არის უყურთ ფორმალურად არის ბოლოს რო არიან ხოლმე, ხო იოკოზუნები რო არ გამოდიან ხოლმე, უბრალოდ ბანზუკეში რო წერიან და იმდენი ხანი წერიან ეგ ბოლოს რო დაიბარებს ხოლმე კომისია და უნდა დაანებო თავიო და ინტაი გამოაცხადო და წახვიდეო. აი ასე იყვნენ. მოკლედ ასაშორო როცა პირველი ბაშო რომ მოიგო პირველი და მეორე ბაშო ჯერ ოზეკი იყო.
აზუკეში იყვნენ მხოლოდ დიდი რიკიშევი იოკოზუნებიდან იყვნენ მხოლოდ მუსაშიმარუ და ტაკანოჰანა, ოღონდ 10 არ გამოდიოდა. ანუ ის ორივე ბაშო, რომელიც ასაშორი მოიგო. ამ ორი იოკოზუნან არსებული იოკოზუნებიდან ერთი საერთოდ ტოვებდა თავიდანვე ბაშოს და მეორე იწყებდა, მაგრამ 60 ბრძოლაში ჩაეხსნებოდა ბაშოს. შესაბამისად, ფაქტიურად უკონკურენტო იყო მაშინ. ასაშორი და საერთოდ კონკურენტი არ ყავდა. ის კი არა, ოზეკებიდანაც უკვე საკმაოდ მობერებული კაიო და ის ყავდა. ჭიატაიკაი, რომლებიც, არ იყვნენ მაინც იოკოზუნების დონე, მოდი ვაღიაროთ. ჯერეთი კაიოს მთელი კარიერა ქრონიკულად ზურგის ტრავმა ჰქონდა, ყველაფერს თავიდანვე. ასე რომ შეიძლება ამ კუთხით არ შეგიხედიათ, მაგრამ თუ ჩახედავთ სტატისტიკას და პერიოდებს, ქრონოლოგიას, ნახავთ, რომ ასაშორი შრალ დროს გახდა იოკოზუნა და საერთოდ იქამდე სანამ აქტიურად გამოდიოდნენ ტაკანოჰანა, მუსაშიმარუ, აკებონო სანამ წავიდოდა და ამ შემდეგ იქამდე საერთოდ იუშუს არ ჰქონდა ასაშოროს. მერე, როდესაც წავიდნენ საბოლოოდ, იმ ორი ბაშოს შემდეგ საერთოდ ჩაეხსნენ, საერთოდ წავიდნენ ინტაიზე, არც ის ორი ბაშო არ გამოდიოდნენ, მაგრამ შემდეგ ოფიციალურადაც აღარ იყვნენ, არც ტაკანოჰანა და არც მუსაშიმარუ და უკვე მეფობდა ასაშორო ფაქტობრივად უკონკურენტოდ, არავინ არ ყავდა. ახლა რა შეიძლება ჰაკუხოს, აი ჰაკუხო ზუსტადაც რომ გამოვიდა და ასე ვთქვათ, იოკოზუნამ ნობა მოიპოვა და საერთოდ ჩემპიონობა დაიწყო და წაართვა ტახტი ასაშოროს მეფობის დროს. იმ დროს, როდესაც ვერც წარმოედგინა ვერავის რომ ასაშოროს ვიღაცა მოუგებდა. თან ასაშორო თუ გახსოვთ როგორი იყო, გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარი რიკიში იყო და ძალიან მაგარი მებრძოლი იყო ხასიათი ჰქონდა, საშინელი, მენტალურადაც ტეხავდა ყველას, მასთან ბრძოლა არავის არ უნდოდა საერთოდ და ორმაგაცნელი არ იყვნენ სხვადასხვა იგივე ჩემი საყვარელი იოკოზუნა არის ჩიენო ფუჯი, რომელიც იყო დომინანტი 40 თუ რამდენი იუშო ჰქონდა 40 მეგონი. შეიძლება სისულელეს ვამბობ ბოდიში, თუ ესე ვამბობ. მოკლედ ჩიენო ფუჯი იყო, რომელიც სხვადასხვა კი უგებდა ყველას, მაგრამ სიტყვიერად, აი ასე ვთქვათ, მენტალურად პირიქით ეხმარებოდა მებრძოლს. ერთი ცნობილი ფაქტია, რომ თვითონ ერთ-ერთი რიკიში ყובה, როცა დავძარიო და მივაწექიო და გავჩერდიო რაღაც მეთქონ შემეშინდაო, რომ ვაიმე ამას უგებო, თვითონ ყურში მითხავ, რომ რატო გაჩერდიო. ანუ აი ეს ქონდა ასაშორო პირიქით, ცოტა ბოღმა იყო ძალიან. აი ამ დროს რო გამეფდა ჰაკუხო მაგაშია ზუსტად ჰაკუხოს დიდებულება. ასე რომ არ არის ეგრე პირიქით ასაშოროს მეფობა წაართვა ჰაკუხომ, როცა ასაშორო მოვიდა მაშინ, როცა მეფე აღარ იყო. ფორმალურად იყო უკვე. აღარა შეიძლება კიდევ მეორე მხარეს, უბრალოდ მეორე კითხვას. პრაიმში, რომელი უფრო წინ იყო და რით ჯობდა მეორეს. რით ჯობდა ერთ მეორეს, შორს წაგვიყვანს, მოდი მაგაზე საუბრობთ. ორივე ძალიან მაგარი იყო, მაგრამ უფრო დახვეწილი იყო ტექნიკის კუთხით ჰაკუხო, მოკლედ გეტყვით ასე. და რა შეიძლება პრაიმში ხდებოდნენ ისინი ერთმანეთს. იცით რა არის? სხვადასხვა ბრძოლებში წინ არ არის ჰაკუხო. ერთით უგებს, მე მგონი ასაშორო, მაგრამ თუ შეხედავთ მათ ქრონოლოგიას, ისევ და ისევ ურთიერთშეხვედრების ასე ვთქვათ, ისტორიას მათ შორის აღმოაჩენთ ძალიან საინტერესო რამეს. სანამ 24 წლის გახდებოდა ჰაკუხო, უფრო მეც უგებდა ასაშორო. თუმცა ჰაკუხო უკვე გახდა იოკოზუნას, უკვე იგებს, მაგრამ ჯერ აი რო ხდებიან, ჯერ ასაშორო უგებს, მაგრამ ნელ-ნელა ჰაკუხო არტმევს და სხვათა შორის 24 წლის რო გახდა ჰაკუხო და ჰაკუხო 24 წლის იყო, ჯერ არც გახდა, მაგრამ 2009 წელს გახდა და 2009 წლის იანვრიდან თუ დავიწყებთ, ერთმანეთს შეხვდნენ 1 2 3 4 5 6 7 8 9 ჯერ, მხოლოდ ორჯერ მოიგო ასაშორო და 7 ჯერ მოიგო ჰაკუხომ. და ამ დროს 2009 წლის იანვარში შეგახსენებთ, ჰაკუხო არის ჯერ კიდევ 24 წლის და ასაშორო არის 29 წლის. ანუ ასაშორო არის პიკში. რომელი უფრო პიკშია, 24 წლის თუ 29-28 წლის? მე მგონი 29-28 წლის უფრო პიკშია. ანუ როდესაც პიკში შევიდა ჰაკუხო, უბრალოდ ჯერ არც იყო შესული 24 წლის რა პიკია. აი მაშინ რო შედიოდა პიკში, უკვე პიკში მყოფ ასაშოროს მაგრას ჯაბნიდა. ნუ ეხლა 9 ბრძოლიდან 7 ჯერ რომ მოგებ, ახლა მეტი რა გინდა, ხო? ასე რომ უბრალოდ ასაშოროს რო დაანება თავი და დაანება ვიცით რომ დაანება აიძულეს. დაანებული ასაშორო ჯერ 29 წლის იყო, 30-საც არის იყო. ანუ პიკში იყო ასაშორო. ასაშოროს პიკი არ გასულა სანამ ის რიკიში იყო. ამაშია საკ. ასე რომ იგივე ბაშოების მოგებაც რო აიღოთ, აი ამას 2009 წლის შემდეგ
და იქამდეც პრინციპში უკვე უფრო მეტჯერ იუშოებს აკეთებდა ჰაკუხო, ასე რომ ბოდიშის მოხდით, მაგრამ ეგრე არ არის თქვენ ვამბობთ. შეხვდნენ ისინი, ხდებოდნენ პიკში, ორივე როცა პიკში იყო და ჯაბნიდა უბრალოდ ჰაკუხო და ორივე როცა პიკში იყო ბაშოებსაც, ურთიერთშეხვედრებში ჯაბნიდა და ბაშოებსაც უფრო მეც იგებდა ჰაკუხო და რაც შეეხება მინოდის მოვიდა, სწორედ ჰაკუხო რომ მოვიდა, მაშინ უფრო ძნელი იყო მოსვლა. აბა ასაშორეს მეფობის დროს ვინმე ტახტისკენ ხელი გაეწია, ამტრევდა ხელებს იქვე. და ასაშორო კიდე ზუსტად შრალ პერიოდში მოვიდა. შეგვიძლია ჩახედოთ ნებისმიერ საიტზე რომ ნახოთ საიტებზე ქრონოლოგია ძალიან მარტივი შესამოწმებელია. კი ბატონო, შემდეგი კითხვა ისევ სპორტის ხასაღებიდან. სალამი, თქვენი აზრით მაინტერესებს უკეკითხება საუკეთესო შეთავაზება, თქვენი აზრი მაინტერესებს all time ლისტში ვის უფრო წინ აყენებთ კარიერულად ვეიტს თუ ჯინობილის საუკეთესო შეთავაზება სვავს კითხვაზე, საუკეთესო შეთავაზება ტრადიციულად საუკეთესო შეთავაზებას კითხვას სვავს კალათბურთზე. რა თქმა უნდა, უკვე ვცნობ კითხვებს. ხო, ძალიან რთულია ეცით, ეს ორი მებრძოლი ძალიან ისეთი მებრძოლები დაასახელეთ, ახლა მართლა ძალიან რთულია მათ ორი იმის შედარება. იცი მე პირადად უფრო მეტად მომწონს ჯინობილი. თუმცა აბსოლუტურად მესმის რომ ვინმე შემეკამათოს და მითხრას ვეით, თუნდაც იმიტომ რომ ჯინობილი ძირითადად როდესაც ჩემპიონი ხდებოდა სან-ანტონიოში იყო მე-6 მოთამაშე და საერთოდ 5 ელჩი არ იყო ხოლმე, ნუ ესეც ფაქტორია, ხო ვეით უწევდა ძალიან ხშირად თრევა თავის გუნდის ხა. ჯინობილი სათრევი გუნდი არ ყავდა, ხო, იქ დანკანები ისინი, რა ქვია, ტიმ დანკანი და ისინი ყავდათ, რა ქვია, ტონი პარკერი და ნუ მოკლედ ძნელი კიდე სასწაული. ასე რომ რთული კითხვაა რა, ნუ გემოვნების ამბავია და გემოვნების ამბავში ჯინობილი მიჩვენია, თუმცა აბსოლუტურად ვიზიარებ და მესმის იმ ადამიანების, ვინც შეიძლება თქვას რომ ვეიდი უფრო დიდი იყო, ნუ არ ვიცი. ძალიან ეს ჩიხში შემყვანი კითხვა დამისვით. და ბოლო კითხვა, უბრალოდ ბოლო რუბრიკა კი არა და რა ქვია იმას, განყოფილება ყველაფერი ლადონაცვლის შესახებ. სანდრო ზეპელი 3387 გვეკითხება, გამომარჯოს ლადო, UFC-ის მებრძოლი რომ იყო, შენი ვოკაუტ სიმღერა რა იქნებოდა? სხვა შორის ამდენჯერმე მკითხეს ეს და მე მაგალითად შევერჩებდი ნიაზ დიასამიძის რომელიმე სიმღერას. აი რომ რამდენიმეს ავარჩებდი და აი ყველაზე მეტად მაგალითად მე მომწონს ყირამალა. ერთ-ერთ გუნდთან ერთად ბღერის, სხვა მარტო ამ ბღერის, ქართული სიმღერის გუნდთან ერთად. ნიაზი ასამძი ყირამალა შეგიძლია დაგულო და მე ძალიან მომწონს ეს სიმღერა. სხვა სიმღერებიც არის, სხვათა შორის ნიაზი სამიზის, რომელსაც სიამოვნებით სხვა მხრივ ახლა რა სიმართლე სხვა მხრივ არ მიფიქრია ახლა ბევრი ვოკაუტზე, მიფიქრია UFC-ის მებრძოლი რო ყოფილიყავი, მაგრამ ახლა ვოკაუტებზე ნაკლებად ფიქრობ ხოლმე. ის კი არა და ზოგადად არც ვიმახსოვრებ ხოლმე და რომ მკითხოთ ახლა ყველას ვოკაუტს ვერც გავიმახსოვრებ, ნუ დესპერადო ილია თოფურიასი რა თქმა უნდა ახსოვს მაგას რა დამოიწყებს. და ბოლო კითხვა ლა 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 ლ H-H7L ლადო დრაკულას მაგრად გამსგავსებ ძმაო სასტუბრო ტრანსილვანიიდან ცოტა ხუმრობას არ გვაწყენდა ზიდოვის პარკლებში ძმაო. ხო არა, საერთოდ ამწყის, რა თქმა უნდა, პირიქით კარგია, ხუმრობა მიყვარს, იუმორი და ძალიან გამახარა, იმიტომ რომ ანიმაციური ფილმებიდან ყველაზე მე ჩემი საყვარელი პერსონაჟია დრაკულა, აი იმ ანიმაციური ფილმიდან სასტუბრო ტრანსილვანიიდან. ძალიან მიყვარს ეგ პერსონაჟი და არათუ მეწყინა პირიქით ძალიან დიდი მადლობა ამ შედარებისთვის. მაგარი კაი ტიპია, თუ არ გინახავთ ნახეთ აი ეს ანიმაციური ფილმი. ეს იყო დღეისთვის სულ მეცაც გეტყვით მესამე ციკლის, ასე ვთქვათ, პირველი ნაწილი, კიდე გვაქვს შეკითხვები, რა თქმა უნდა, რომელიც მეორე და მესამე ნაწილი გამოვა კიდე, აი მეცაც გეტყვი მესამე, ასე ვთქვათ, ციკლის. დღეს ვიმყოფინოთ ეს, გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, მოიწონეთ ეს ვიდეოც, რა თქმა უნდა, თუ მოგწონთ და თუ გამოიწერთ, ძალიან დროულად და კიდე უფრო მეცაც გეტყვით. დღეისათვის ეს იყო, კარგად ბრძანდებოდეთ, იყავით ჯანზე.